გამარჯობა. მეც გაგეცნობით. მე ვარ ლიკა კოუზირიძე, კომპანია Smart Support-ის დამფუძნებელი. Smart Support-ი არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია. რამდენიმე მიმართულებით მუშაობთ ჩვენ, მათ შორის თითქმის ყველა მიმართულება ეხება HR-ს სხვადასხვა კუთხით. Smart Academy-ასთან კარგი ხანია უკვე თანამშრომლობთ, რაც ძალიან მიხარია. ჩემ ძალიან მოკლედ ვიტყვი ჩემს ბექგრაუნდს. ზოგადად მენეჯმენტში მაქვს დაახლოებით 20 წლიანი გამოცდილება. HR-ი როგორც ესეთი კლასიკურად მეც არ ვარ, თუმცა ვეხები ყველა სფეროს თითქმის და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს კონკრეტულად შერჩევის მიმართულებით. თუმცა ასე ვთქვათ, ამ კურსის ასეთი სახით და ასეთი ფორმით შექმნის იდეა მქონდა მე იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ HR-თანაც მაქვს შეხება, თუნდაც ინტერვიუების დროს, თუნდაც როგორც დამკვეთებთან და ზოგადად ბაზარზე ვიცი როგორი მდგომარეობა არის. მოკლედ თეორიულ ნაწილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, თუმცა ვთვლი, რომ პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. და აქედან გამომდინარე, მოკლედ თვითონ კურსი ზოგადად რასაც ჩვენ Smart Academy-ში ვატარებთ, არის ცოტა განსხვავებული, თუმცა დღეს უფრო ვისაუბრებთ ზოგადად HR-ზე, როგორც ასეთი. და პირველ რიგში მინდა გკითხოთ, HR-ს მენეჯმენტის სრული ციკლი უნდა მოვიცვათ და პირველ რიგში თქვენ მინდა გკითხოთ. იკითხა წერან და აღმოჩნდა, რომ ხართ ბევრი HR-ის წარმომადგენლები. ვინც HR-ის წარმომადგენელი ხართ, ცოტა ხანი იქნებ დავუთმოთ, ასე ვთქვათ, იმათ, ვინცაც არ აქვს გამოცდილება ამ კითხვის პასუხის გასაცემად. რა მიმართულებებს ფარავს HR-ი კომპანიაში? ესეთი კითხვა მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად პირი წარმოდგენა აქვთ, გონიათ, რომ სულ რაც ერთ-ორ მიმართულებას ფარავს. და აქედან გამომდინარე მაინტერესებს ჯერ პირველ რიგში თქვენგან პასუხის გაცემა და მე ჩავიწერ პასუხებს, თქვენც დაინახავთ. გვანცა და სოფოს აქვთ, მე მგონი კითხვა, თუ არ ვცდები. თუ ხელი გვანცა, სოფო და ნინო. გაქვთ? მე მაქვს ხელი აწეული. გვანცაზე. დარჩა, ალბათ ისე დარჩა წაღან და ალბათ ჩატა. არა, იმიტომ ეხლა აინთო და ჩავთვალე, რომ ეხლა რაღაცა კითხვა გაჩნდა. ოკეი. აბა გელოდებით, გთხოვთ, ჩაერთოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტერაქტიული იყოს შეხვედრა, იმიტომ რომ უფრო საინტერესოც იქნება. რა მიმართულებებს ფარავს HR-ი, რა იცით, რა გსმენიათ, ასე ვთქვათ. მეგობრებო. პირველ რიგში ალბათ რაც თავში მოგივა ეგრევე, მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა პირველმა რომ ვესწრები თქვენს ლექციას და ანუ რაც დამებადა თავში და მე მგონი ყველას აზრადეს მოუვა თანამშრომლის დაქირავება. შერჩევა, დიახ. კი ბატონო, რეკრუტინგს ეძახიან კიდევ. კი ბატონო. კიდევ მათი ანუ შერჩეული თანამშრომლის ასე ვთქვათ, კომპეტენციების მიხედვით მისი გადანაწილება სამსახურში ალბათ. და დიახ, კიდევ. მეგობრებო, თქვენც საერთოდ კომენტარში წერი ადმინისტრირება და რეკრუტინგი. რეკრუტინგი და თანამშრომლობის შეიძლება რომ დავამატო ტრენინგები, ასევე ტრენინგების დაგეგმა, მისი განხორციელება. მე ესეთ რამეს ვიტყოდი, რომ პირველ რიგში HR-მა უნდა იცოდეს იმ კომპანიის ყველაფერი აბსოლუტურად.
ანუ რა საქმიანობას ეწევა თვითონ კომპანიას, რა მიზნები აქვს და როგორი მოთხოვნილება აქვს, რომ მიიღოს, როგორი თანამშრომელი სჭირდება, რომ მიიღოს, ეს უნდა იცოდეს პირველ რიგში HR-მა თავის სადაც მუშაობს იმ კომპანიის ყველაფერი. კონფლიქტების მართვა. კონფლიქტების მართვა. რომის კოდექსის დეტალური ანალიზი, ვინაიდან ანუ თუ კი HR-ი არ არის ვთქვათ გათვითცნობიერებული შრომის კოდექსთან, რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება თანამშრომლებთან ესე ვთქვათ ახლო და სწორი მიმართულებით. ხომ არ იცით, აი შრომის კოდექსის ცოდნა, ანუ მე უფრო ვიკითხე რა მიმართულებებს შეიძლება ფარავდეს, პრინციპში თქვენ ამბობთ რა შედის მათ მოვალეობაში. ზოგადად ესე განზოგადებული. დიახ, ანუ პასუხებს ზოგადად მეგობრებო რა ერთმანეთს ედება ხმა და მეც ვერ ხედავ ვინ ამბობს. შრომის კოდექსზე ვინც საუბრობდა, რომ და მე ორგანიზაციულ სტრუქტურაზე ამბობდა ვიღაცა და მე ორგანიზაციულ სტრუქტურის ნაწილი გავაგრძელებთ. დიახ. დიახ, ანუ მე ვთქვი კომენტარი გავაკეთე შრომის კოდექსთან დაკავშირებით და გიპასუხებთ, რომ ზოგადად ესე განზოგადებული არ მაქვს კონკრეტულად რა მიმართულების HR-ი უნდა ახორციელებდეს, თუმცა მგონია, რომ ზოგადად HR მენეჯმენტი მოიცავს და დიდი როლი ეკისრება შრომის კოდექსის ცოდნას, ხო? რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად შრომის კოდექსი. ანუ გარდა იმისა, რომ კადრის შერჩევა ყვანა ეკისრება, არის იქ როგორც კოდექსი, ასევე ანაზღაურება, სხვა დანარჩენი ბენეფიტები და მოკლედ აი მთელი სტრუქტურა არის HR მენეჯმენტზე გათვლილი. ბენეფიტები, კი ბატონო, სტრუქტურა ვიწერ სიტყვებს, რასაც ამბობთ, კი ბატონო, დიდი მადლობა. ნონა, ხო? კი ბატონო. ახლახან ნონას საუბარს დაედო, არ ვიცი სამწუხაროდ. ვერონიკა, მე ვიყავ. ესე იგი, აი ორგანიზაციული კულტურა ვთქვი, სამოტივაციო სქემები, საბონუსო სისტემები. ორგანიზაციული კულტურა რას ნიშნავს თქვენთვის? ანუ როგორ ახსნა ესე? არ ვიცი, ვინმესთვის ხმარ არის ისე, ანუ თქვათ, აი რას გულისხმობს ორგანიზაციული კულტურა? ანუ სამსახურიდან გამომდინარე თუ როგორ ახსნა? არა, ну აი წეხან რო თქვით, რომ ორგანიზაციული კულტურა ეხება HR-ს, ხო? ღირებულებები, დიახ. კომპანიის ამას გულისხმობ. ოკეი, კი ბატონო. სამოტივაციო სქემები თქვით კიდევ, ხო თქვენ? დიახ. კომენტარია თანამშრომლების შეფასება და უკავშირი კომენტარში. საბონუსე. კი ბატონო, დიდი მადლობა, ვერონიკა. კომენტარში რა წერია უმაკობოდიში? თანამშრომლების შეფასება და უკავშირი. შეფასება და უკავშირი, კი ბატონო. დატრენინგება და სამუშაო კოლექტივში ინტეგრირება. Onboarding-ი და ტრენინგება ნათქვამ, გვიწერია, ეს onboarding-ის ნაწილია. ინტეგრირება. კი ბატონო. Team building-იო, კიდევ კომენტარში. კი ბატონო. ცოტნია ყველაფერი. ცალკე წერია ადამიანური რესურსების მართვა თვითონ. ხო. ეგ ზოგადად მიმართულებას ქვია ადამიანური რესურსების მართვა. კიდევ ხომ არ დაამატებთ რამეს? ან ხელფასებიც ახსენა ვიღაცამ როგორც მახსოვს, ხო? იყო ნათქვამი ხელფასები. კი, აი ანაზღაურება და მიწერია კითხვაც. კი ბატონო. თანამშრომელთა შენარჩუნება და მართვა შეიძლება, კონფლიქტების მართვა ასევე. შენარჩუნება. ოკეი. კი ბატონო. არგით, ძალიან დიდი მადლობა. ფაქტობრივად ყველაფერი მოვიცავ. ბაზრის კვლევა და მონიტორინგიც გარკვეულწილად. ბაზრში რას გულისხმობთ, აბა ბაზრის კვლევა? ანუ შესაბამისი სფეროს ბაზრის კვლევა, იგივე ხელფასები შეიძლება იყოს, იგივე საქმიანობა, საქმიანი სტრუქტურა, მონიტორინგი და ასე შემდეგ. კვლევა.
უბრალოდ რა არის ცით ბაზრის კვლევა ძალიან ფართომცნებაა შეიძლება სხვადასხვა რაღაცებს მოიცავდეს და მაგიტო ჩაგეძიეთ კი არა აბსოლუტურად მესმის მაგრამ კონკრეტული სფერო მიმართულება შეიძლება იყოს სამსახურიდან გამომდინარე ჩემს სამსახურში ჩემი ბაზრის კვლევას ვაკეთებ მონიტორინგიც მაქვს იგივე ხელფასების მონიტორინგი საქმიანობა იგივე ბენეფიტები რა შეიძლება შეთავაზო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე კვლევა ბაზარზე რა ხდება კვლევა ხო ფართომცნებაა მაგრამ ვიწრო ხედვით რომ ვთქვათ კი ბატონო კიდევ დაიწერა თანამშრომელთა როტაცია დაიწერა კიდევ თანამშრომელთა როტაცია იქნებ დაგვიზუსტოთ რას გულისხმობთ. ანუ რა თანამშრომელთა როტაცია რა იგულისხმება მოკლედ ამ ნაწილში როტაცია გასაგებია რასაც გულისხმობს მაგრამ HR-ი მინდა რომ თქვენ ცოტა განავრცოთ რომ დანარჩენებმაც სწორად გაიგონ ტაბელების მართვა კი ბატონო ტაბელების მართვა ადმინისტრების ნაწილში შედის თანამშრომელთა როტაციაზე ვინც დაწერა ანუ ვინ როგორ გაიგეთ თანამშრომელთა როტაცია? მე მგონი შრომის კოდექსში შედის შრომითი ხელშეკრულებები, ხო, თანამშრომელთა? ანუ როტაციები კოდექსში არ შედის, მაგრამ ხო. ხო, ანუ დავაკავშიროთ ან ცალკე დავწეროთ. ადმინისტრირებაში როტაცია მე მაგალითად მივხვდი კარიერული წინსვლის პერსპექტივა, იგივე თანამშრომლების შეფასება, გადაფასება, მათი შესაძლებლობები და ასე შემდეგ. შეიძლება როტაცია ეს იყოს, რაღაც ცვლილებები თანამშრომელთა პოზიციური ცვლილება, ესეთაა კონკრეტულად თანამშრომელთა პოზიციური გასაგებია პოზიციური. ხო, ანუ რო არსებობდეს განვითარების გზა, ხო, ასე ვთქვათ კომპანიაში. Career path. ქართულად რაღაც ცოტა career path, კარიერული გზა კი ბატონო. ადგილმდებარეობის ტერიტორიის ცვლილება და პოზიციის ან რეგიონის ცვლილება როტაციაში ალბათ. ხო, ოკეი, გასაგებია, კი ბატონო. მეგობრებო, ფაქტობრივად ახლა დღეს ვისაუბრებთ ამაზე. ყველაფერი ჩამოვთვალეთ, მეგონიაფერი გამორჩენილი, აბსოლუტურად. და ხედავთ, რომ ძალიან მრავალმხრივია, ხო? ან ძირითადად წარმოდგენა არის, რომ HR-ი არის თანამშრომლების შერჩევა და ადმინისტრების ნაწილი, რაც ნახსენები არის, ხელშეკრულებები, შრომის კოდექსის ნაწილი და ასე შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში ეს ორი მიმართულება არის ხოლმე წარმოდგენილი და აქვე მინდა ვახსენო, იმიტომ რომ წეგან არ ზუსტად არ ვიცი რომელმა გამოიყენეთ სიტყვა კადრი, ну, აი ეს კადრი ცოტა ისეთი მტკივნეული თემა არის დღევანდელ დღეს HR საზოგადოება ებრძვის ამ სიტყვას, ძველი სიტყვაა და რომელიც აი საბჭოთა კავშირთან არის ასოცირებული, მაშინ იყო კადრების განყოფილება და ფაქტობრივად იმ პერიოდში ზუსტად ეგ იყო, მხოლოდ შერჩევა იყო და ადმინისტრირება. სხვა არაფერი არ კეთდებოდა და ну, დიდი ალბათობით ამიტომაც არის, მოკლედ ეხლა ცოტა ისე რა ქვია იმნეულად რომ აღიქვავენ HR-ის წარმომადგენლები კადრებად, როდესაც მოიხსენიებენ თანამშრომლებს და ზოგადად მიმართულებას კადრებად რომ მოიხსენიებენ, იმიტომ რომ ბევრად უფრო ფართე ცნება HR-ი და ბევრად უფრო ბევრ მიმართულებას ეხება, ხო, როგორც ხედავთ, აგერ 14 მიმართულება გვაქვს ჩამოწერილი, ну, თლად 14 მიმართულება არ არის რაღაცები ერთმანეთში შედის, მაგრამ ძირითადად ეს ყველაფერია, რაც ჩვენ ჩამოვწერეთ ნამდვილად და კიდევ ერთი მომენტი არის, რომ ძირითადი წარმოდგენა არის, რომ აუცილებლად უნდა გქონდეს HR-ს დამთავრებული ფსიქოლოგიური ვთქვათ, უმაღლესი ფსიქოლოგის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს კარგია და ძალიან ეხმარება, აუცილებლად ეხმარება, იმიტომ რომ ადამიანებთან გვაქვს შეხება და
მათი უნდა გვესმოდეს ხო, რომ მრავალმხრივები ვართ, სხვადასხვანაირები ვართ და ზოგ ადამიანზე ერთი და იგივე ქცევა სხვადასხვა, ანუ მოკლედ ერთ და იგივე რაღაცით мотиваციას ყველას ვერ გაუჩენ, ხო? მოკლედ მნიშვნელოვანი არის ნამდვილად ძალიან, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიზნესის მიმართულებით განათლება და ცოდნა იმისათვის, რომ top level-ზე ავიდეს HR-ი და top management-ში მოხვდეს და HR-ი აუცილებლად უნდა იყოს top management-ში, იმიტომ რომ ძალიან მრავალმხრივი როლია. აქ ერთადერთი მე მგონი რაც გამოგჩა არის შიდა კომუნიკაციების ნაწილი. მახსოვს რომ უკავშირები ვთქვით, მაგრამ შიდა კომუნიკაცია არ გვაქვს ნახსენები და შიდა კომუნიკაციაც ერთ-ერთი ესეთი უმნიშვნელოვანესი პრინციპში ყველა მართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა ნელ-ნელა გავივლით რას ეხება, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა უნარები არის ამისათვის საჭირო, ასე ვთქვათ, ხო? სანამ მე ვიტყვი პრინციპში ვახსენე ფსიქოლოგიის მიმართულება და ბიზნეს ადმინისტრირებაც, მაგრამ მაინც ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, როგორ ფიქრობთ, რა თვისებები უნდა გქონდეს HR მენეჯერს და რა ცოდნები უნდა გქონდეს მას. ძალიან ჩართულები იყავით და სასიამოვნო იქნებ კიდევ. პირველ რიგში. დიახ, ნატას გისმენთ. დიახ, ნატა გისმენთ. პირველ რიგში გეტყვით არ ვარ არც HR-ი, არც ამ დარგში არ მაქვს არანაირი განათლება. უკანია ბევრი HR-თან შეხება, რამოდენიმე სამსახური მაქვს გამოცვლილი და ვფიქრობ, რომ HR-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თუ არა მთავარი არის წეგან ფსიქოლოგიაზე რომ ვლაპარაკობდით, ხო? ანუ აი ადამიანის, ასე ვთქვათ, ამოცნობა, ხო? ემპათიაც ცოტა და ვფიქრობ, რომ უნდა ერკვევდეს და კარგად უნდა ერკვევდეს ფსიქოლოგიაში, ხო? ანუ მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. არა, მეც ვახსენე წერად, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია, უბრალოდ მხოლოდ ეგ არ არის საკმარისი. მხოლოდ ეგ არა, კი ბატონო, ბევრი რამ შეიძლება. კომუნიკაბელურობა, ემოციური წონასწორობა. კი, ანუ ემოციური ინტელექტიც უნდა გქონდეს და ესე ქვია, ესე ბევრი სხვადასხვა რამ შეიძლება, რა კარგ HR-თან იშვიათად გქონია შეხება სამწუხაროდ და ბევრს პროფესიონალიზმი ზოგადად რთული საკითხია ნებისმიერ სფეროში. ვერ ვიტყოდი, რომ მაინც და მაინც HR-ებს უჭირთ ამ კუთხით, თუმცა კი ბატონო, ობიექტურობა, ოკეი, კი ბატონო, კიდევ სწორი კომუნიკაციის უნარი უნდა გააჩნდეს აუცილებლად. სწორი კომუნიკაციის უნარი. მე ვიტყოდი, რომ ინტერესები, ორმხრივი ინტერესების დაცვა უწევს HR-ს. თავისი სადაც მოღვაწეობს თავისი კომპანიის ინტერესებიც უნდა დაიცვას და გასაუბრებაზე თუ არის ვინმე იმისით, რა თქმა უნდა და ამ შორის რაღაცა შეთანხმებას აწარმოებს, ასე ვთქვათ რა. რაღაც დოზით. როგორ რა დავარქვათ ხა ამას? ანუ ინტერესები, ორმხრივი ინტერესების შეთავსება უწევს, უნდა პრინციპში თავიდანვე იცის ალბათ HR-მა, როგორი თანამშრომელი ჭირდება მის კომპანიას. იქიდან გამომდინარე იღებს მერე კი ბატონო. კი ბატონო, მადლობა. მაგრამ ზოგან არის, რა თქმა უნდა, ამ წუთას არ ვიცი ინტერესი ხო? ვერავის დავაბრალებ ახლა, მაგრამ მე მქონია ესეთი ის, რომ ვიცოდი, რომ გასაუბრებაზე გავედი სრულიად ტყუილად, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ უკვე ვიცოდი, რომ იყო ეს ახლა ძალიან საინტერესო ლექცია და არ მინდა ახლა ეს თემა ჩაურიო აქ. ხო, ნუ ნეპოტიზმის ამბები კი ბატონო, შეიძლება იყოს ეგ უფრო კომპანიის აი ხო მაგალითად ერთად ველოდებოდით და მე თანამშრომელი ჩამოვიდა, თან არც დაუმალიათ ერთ-ერთი სამინისტრო იყო და ჩვენ თელ დღე ვიყავით და თანამშრომელი შევიდა თან ურიგოთ და ნუ რაღაცა ესეთებიც ხო ხდება, ეხა ვერ ვიტყვით რომ არ ხდება. კი, ნამდვილად ხდება.
ამ წუთას ვერც ერთ კომპანიას ვერ დავადებ, ხო, იმიტომ რომ არსად არ ვარ ისეთ კომპანიაში არ ვმუშაობ. კი ბატონო, ესე იყო. ეს ხო ცოტა გადაუხვია, მაგრამ ისე ძირითადად HR-ს აქვს ძალიან მრავალფუნქციური საქმართლაც და რთულიც არის საკმაოდ. თუ პირდაპირ ინტერესებზია დამოკიდებული შერჩევა თანამშრომლის და თუ მოკლედ გავაგრძელოთ მე ეს მინდა და მე თქვა რომ ინტერესები უნდა დაამხვილოს. მადლობა. მადლობა თქვენ. კიდევ ხარ დაამატებდით რამეს? კომენტარებში ნახულობ ლიკა? არა, ორგანიზების უნარი, მე ვფიქრობ ორგანიზების უნარი უნდა გააჩნდეს, აი საქმის მართვის უნარი HR-ს ძალიან მნიშვნელოვანია. სულ გარემოში მუშაობის უნარი უნდა გააჩნდეს აუცილებლად. მოსმენის უნარი უნდა გააჩნდეს. კი ბატონო, კონფიდენციალური. მოკლედ ძალიან ბევრი უნარები უნდა გააჩნდეს. კი, დიმიტრი უნდა იყოს გელოვანი, ნამდვილად ეგრეა. ესე იგი კომენტარებსაც შევიკითხავ მეგობრებო 2 წამით. ლოიალურობა და ემპათია, ადამიანებზე ზრუნვა უნდა უყვარდეს და სიამოვნებდეს. უნდა შეეძლოს მოტივირება, დიპლომატია, იუმორი. ობიექტურობა გვიწერია, მგონი, მედიატორი, მოლაპარაკების უნარი. მოლაპარაკების უნარი, ანალიზის უნარი, ლიდერშიპი. აუცილებლად. ზემოთ იყო ესე იგი მოტივირება, იუმორი და დიპლომატია. ეთიკური უნდა ამდენიც თუ მარტო HR-ს უნდა კონდეს მოკლედ. კი, მაგიტომ არის უძვირფასესი როლი და თან მით უმეტეს ლიდერულ პოზიციაზე, ანუ მაღალ პოზიციაზე თუა კი უნდა კონდეს ნამდვილად. ეთიკური უნდა იყოს და შეეძლოს პერსონალურად მოლაპარაკებები, ანუ კონფიდენციალურობა. ტექნიკური ნაწილი არ გიხსენებიათ. ტექნიკური კუთხით როგორი უნდა იყოს? ეს ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია დღევანდელ დღეს და ჩემი აზრით სფეროში ცოტა აი ეგ რას ნიშნავს, ახლა ვერ მივხვდი ტექნიკური. აი ნინო მოდით დაველოდოთ ვინმე თუ მიხვდა რა ვიგულისხმე თუ არა და მე რა თქმა უნდა განსაზღვრავ მე. ტექნიკური, ანუ ყველაფერი რაც თქვით, ცოტა ესეთი რბილი უნარებია, ხო, ტექნიკური მიმართულებით. როი return, კი ბატონო. როი ფინანსური მაჩვენებლების წაკითხვა უნდა იცოდეს აუცილებლად, ანუ ეს ბიზნესის ნაწილია, ხო? კი ბატონო, მეტრიკებს ანალიტიკას უნდა აკეთებდეს. კი ბატონო, ეკატერინე. ანუ ეკატერინე წერს ახლა რაღაც ტერმინებს, რომლებიც ანალიტიკასთან, ფინანსებთან არის კავშირში. კიდევ hard skill-ები რა უნდა გააჩნდეს, მოდით ასე ვთქვათ, ხო არსებობს soft skill-ები და hard skill-ები, ბილიონერები და სამართლიანი უნდა იყოს. კი, სამართლიანი ობიექტური ალბათ მეტნაკლებად ერთად შეგვიძლია გავიყვანოთ, ხო? მოკლედ, რადგანაც არ ამბობთ ტექნიკურთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი რუტინული ნაწილი არის HR-ში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე soft-ებში, ინსტრუმენტებში კარგად ერკვეოდეს, იმიტომ რომ პროცესის ავტომატიზაცია, ხო, ოპერაციული ნაწილის ისე დალაგება, რომ იყოს მაქსიმალურად ეფექტური ეს ყველაფერი, თავის გუნდში ხო აუცილებელია, მაგრამ ზოგადად ანუ HR იმდენად ყოვლის მომცველი როლია, ნახეთ ხო, რაც ჩამოვთვალეთ და ახლა რომ მოვყვები ლექციის განმავლობაში, მაშინ კიდევ უფრო მიხვდებით, ანუ ერთი ყველა დეპარტამენტთან აქვს შეხება, ხო, პირველ რიგში. და ფაქტობრივად არსებობს ეგეთი ტერმინი BPM-ი, Business Process Management. წარმოგიდგენთ, ანუ
job description-ები, ხო იცით, სამუშაო აღწერილობები HR-მა უნდა გააკეთოს. მართალია მარტო თვითონ არ ეკეთებს და მიმართულების ხედებით ჩართულები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ პროცესებში სრულად უნდა ერკვეოდეს, ხო? აქედან გამომდინარე სისტემური უნდა იყოს, პროცესები კარგად უნდა ისმოდეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ტექნოლოგიურად უნდა იყოს გამართული, ანუ იმაზე რა ქვია, პასტით და ფურცლით, ან რა ვიცი მე, თუნდაც რაღაც მხოლოდ ფოლდერებში რაღაცების გადანაწილებით ვერ განვითარდება. წინ ვეწავა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგი სისტემური ხედვის უნარი ქონდეს. შეიძლება ასე რაღაცა თანდაყოლილი არ ქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აინტერესებდეს და ამის სწავლაც შეიძლება, ხო? და არსებობს 1000 სოფტი, 1000 რაღაც ისეთი გადაწყვეტილებები, მით უმეტეს ამ ჩვენს AI სამყაროში ყოველდღიურად რაღაცა ემატება, ხო? ხელოვნური ინტელექტის პერიოდში ვცხოვრობთ ახლა ჩვენ. აქედან გამომდინარე, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მინიმუმ საბაზისო დონეზე Excel-ი და ან Google Sheet-ი უნდა იცოდეს, ხო? იმიტომ რომ შეგნით რაღაცები იყოს აწყობილი, ყველა კომპანიას არ აქვს სოფტის ფუფუნება, მაგრამ რაღაც სისტემაში მოკლედ უნდა შეეძლოს ეს რომ მოაქციოს. ხშირ შემთხვევაში, რადგანაც HR-ებს უფრო აქვთ ფსიქოლოგიის background-ი, აი ეს ტექნიკური უნარები აკლიათ ხოლმე და ამიტომ მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაშიც ხას უსვავთ და ნუ მე სადაც კი ჩვენ რამე შეხება გვაქვს, ყველგან გვაქვს ამაზე საუბარი, რომ მონაცემთან მუშაობა, მონაცემის ანალიზი, სტრუქტურა, სისტემა მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია. და თქვენც მინდა რა თქმა უნდა ეს რომ გაგიზიაროთ. მოდით პრინციპში აქ ბევრი რამე ჩამოვთვალეთ, ვიხმურეთ კიდევაც რომ ეს ყველაფერი თუ ერთი ადამიანი იქნა, რა ვიცი, დიმიტრი იქნება გელოვანი, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი HR-ის როლში მნიშვნელოვანია და წერან ვახსენეთ რომ უნდა დაიცვას ორივე მხარის ინტერესი, ნუ აქ უფრო იყო საუბარი რომ კომპანიის და ვთქვათ პოტენციური კანდიდატის, მაგრამ არა მხოლოდ პოტენციური კანდიდატის, ხშირად არის ხოლმე აღქმა რომ HR-ი არის ასე ვთქვათ თანამშრომლების დამცველი თუ რაღაც ეგეთი, ხო? ანუ რომ უნდა იყოს თანამშრომელთა მხარეს და თანამშრომელთა ინტერესების გამტარებელი. ამ კითხვაზეც მაინტერესებს თქვენი პასუხი, თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს არის HR-ის ძირითადი როლი? თანამშრომლების ინტერესების გამტარებელი უნდა იყოს? მოგესალმებით, ორივე მხარის თავისთავად, ანუ არც ერთი მხარე არ უნდა დაზარალოს, როგორც თანამშრომელი, ასევე ხელმძღვანელი პირი და არის შუამავალი ხიდი, ასე რომ ვთქვათ, ერთის ინტერესი მეორესთან ისე მიაქვს, რომ ანუ ეფექტური კომუნიკაცია, რასაც ქვიან სტრატეგიული კომუნიკაცია, ისე მივიტანებთ, რომ არც ის დავაზარალოთ და თან ნაწილობრივ მეორე მხარეც გათვალისწინებული იქნას. კი ბატონო, ხატია. კიდევ ხომ არ გააზიარებთ დავინმე მოსაზრებას? დასაქმებულის ინტერესის გამტარებელი, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ისევე როგორც კომპანიის ინტერესის გამტარებელი კანონის ფარგლებში. კი ბატონო. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა იყოს აუცილებლად და ნამდვილად მხოლოდ ერთი თანამშრომლის უფლების დამცავი და თანასწორობის. თანამშრომლის უფლებების დამცავი უნდა იყოს, რა თქმა უნდა. თუმცა და ვერ წავიკითხე რა ეწერა. მოკლედ შინაარსი ამ კითხვის არის მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ ერთი მხარე არ უნდა იყოს ბიზნეს დრაივერი. მხოლოდ ერთი მხარე ნამდვილად არ უნდა იყოს, როგორც ნინო ახსენა, იმიტომ რომ თანამშრომლის, ანუ კომპანიის ინტერესი თუ არ იქნა დაცული, საბოლოოდ იმ კომპანიაში თანამშრომლებიც აღარ იარსებებენ, ხო? იმიტომ რომ ანუ თუ ინტერესს არ იცავ კომპანიის, კომპანია ნელ-ნელა უკან მიდის და ბოლოს შეიძლება გაკოტრდეს კიდევაც, ხო? აქედან გამომდინარე უნდა იყოს დაცული, რა თქმა უნდა, ორივეს ინტერესი. პირველ რიგში კომპანია უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ იქ თანამშრომლები იყვნენ, ხო? და დაასაქმოს ეს ხალხი. ანუ შემოსავალი უნდა არსებობდეს
მოგება უნდა არსებობდეს, ბიზნესი ამისთვის არსებობს. აქ მთავარი ის არის, რომ არც ერთი მხარე არ იყოს, ასე ვთქვათ, დაჩაგრული და ორივე ინტერესი იყოს გათვალისწინებული. ამიტომ მოკლედ HR-ი არც თანამშრომლების ის არის, რა ქვია, ინტერესების გამტარებელი, არც კომპანიის. ორივეს ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა და კი ბატონო, ზუსტად ეგ მოსაზრებები გააზიარეთ თქვენს. ძალიან მიხარია, რომ იგივე წარმოდგენა გაქვთ, რასაც ჩვენც ვთვლით. სტრატეგიულ HR-ზე მინდა მე დღეს გესაუბროთ. როგორც ვთქვით, ბევრი მიმართულება არის, რაღაცებით ჩამოვთვალეთ ცალ-ცალკე. ახლა მე უფრო მიმართულებებად მოგიყვებით, რას გულისხმობს ადმინისტრირება, რას გულისხმობს შერჩევის მიმართულება, რას გულისხმობს სტრატეგიული HR-ი და ასე შემდეგ, ხო? ცოტა უფრო სახელებს დავარქმევთ და გავამსხვილებთ თემებს. სტრატეგიული HR-ის როლი არის, ზოგადად კომპანიაში არსებობს მისია, ხედვა, ღირებულებები, რაც მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ კომპანია მიარსებოს, ხო? კომპანიის არსებობისთვის შემდგომ ყველა კომპანიაში, რაც ანუ პატარა იყოს თუ დიდი, არის რაღაც მიმართულებები, რომლებიც უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ კომპანია მიარსებოს. და ამ მიმართულებებში უნდა იყოს ჩატანილი ეს მისია, ხედვა და ღირებულებები. ანუ ყველანი უნდა მუშაობდეთ ერთი რაღაცისთვის, ხო? არ შეიძლება ერთი მიმართულება რაღაც სხვა მიზნისთვის მუშაობდეს და მეორე მიმართულება საწინააღმდეგო მიზნისთვის. ლოგიკურია, ხო ეს? აქედან გამომდინარე, მოკლედ, სტრატეგიული HR-ის როლი ზუსტად ის არის, რომ HR-ის განყოფილება კომპანიაში მუშაობდეს იმ მისიისთვის, ხედვისთვის და ღირებულებებისთვის, რაც კომპანიაში არსებობს. და გარდა ამისა, მისი როლი არის ორგანიზაციული კულტურაც ვახსენეთ, ის რომ ეს ღირებულებები დაინერგოს კომპანიაში, ხო? რომ ყველა თანამშრომელს გააზრებული კონტექსტ რა ღირებულებები აქვს კომპანიას, როგორია მისი სამუშაო კულტურა, ორგანიზაციული კულტურა და ამის მიხედვით, მოკლედ, იხელმძღვანელონ თანამშრომლებმა. აქედან გამომდინარე არის ხოლმე რა ზოგი კომპანია, სადაც გვიხარია მისვლა, დილით რომ მიდიხართ თუ შაბათს მიდიხართ თუ როდესაც მიდიხართ, ზოგს უხარია სამსახურში მისვლა, ზოგს არ უხარია. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგან არის კარგი ორგანიზაციული და სამუშაო კულტურა და ზოგან არის არაჯანსაღი და ვთქვათ, შეიძლება ტოქსიკურია, დაძაბული და ასე შემდეგ. ამ ნაწილზე ზრუნავს HR-ი, არა მხოლოდ HR-ი, მეგობრებო, ბევრ რამეს მოვყვები. დღეს და არ გამოვიდეს ის, რომ მარტო HR-ი აკეთებს ყველაფერს, ანუ ეგრე არ არის, რა თქმა უნდა. უბრალოდ HR-ი ძალიან ბევრ მიმართულებაშია ჩართული და იმ მიმართულების ლიდები, ჰედები და თანამშრომლები, რა თქმა უნდა, HR-თან ერთად აკეთებენ ამ ყველაფერს, ან HR-ი მათთან ერთად აკეთებს, უბრალოდ შემხებლობა თითქმის ყველა მიმართულებასთან აქვს. როგორც ვახსენე, სტრატეგიის შექმნა ხედვებთან და ღირებულებებთან მიმართებაში, სამუშაო ძალის სტრატეგიული დაგეგმვა, რაც იმას გულისხმობს, ყოველწლიურად კომპანიებში არის ხოლმე დაგეგმარების პერიოდი, რა თქმა უნდა, აქვს კომპანიას გეგმები და ამ გეგმებთან მიმართებაში უნდა დაიგეგმოს, რამდენჯერ თქვი დაგეგმვა, უნდა გაიწეროს სამუშაო ძალა, რამდენი იქნება საჭირო. თუ აპირებთ მომავალ წელს გაფართოვებას, უნდა ვიცოდეთ, რამდენი დამატებითი თანამშრომელი დაგჭირდება და ასე შემდეგ. ხო, ეს არის სტრატეგიული HR-ის ნაწილი, ანუ წინასწარ გათვლა, რომ პირობითად თუ რაღაცა ქსელი ვარ, თუ ვაპირებ 20 მაღაზია გავხსნა და ახლობით რა რაოდენობის ხალხი დაგჭირდება. ისევ და ისევ თვითონ მარტო HR-ი ამას არ წყვეტს, უნდა მიაკითხოს შესაბამის განყოფილებებს, მიიღოს ეს ინფორმაცია და ამაზე დაყრდნობით დაგეგმოს მერე ეს ყველაფერი, ხო? ამასთან ბიუჯეტიც დაგეგმოს, ნახსენები იყო კვლევა, ხო, სახელფასო, ბაზრის კვლევა, რა ანაზღაურება აქვს ამა თუ იმ თანამშრომლებს და ასე შემდეგ და მოკლედ ძალიან დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი ამ ეტაპზე. შიდა კომუნიკაციაც ვახსენე მე, ჩვენ არ გქონდა ნათქვამი, შიდა კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თანამშრომლებმა არ იციან კომპანიაში რა ხდება, ან ესა თუ ის გადაწყვეტილება რითი იყო,
ანუ რამ გამოიწვია ესე თუ ის გადაწყვეტილება და როდესაც არ არის ინფორმაცია სრულყოფილად მიტანილი თანამშრომლამდე შეიძლება გამოიწვიოს დემოტივაცია ან გაურკვევლობები და ასე შემდეგ. ამიტომ შიდა კომუნიკაცია არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება HR-ში, რომელიც იკვეთება რაღაც დოზით მარკეტინგთან და PR-თან და ასე ვთქვათ, შიდა PR-საც უწოდებენ ხოლმე. სტრატეგიული HR-ის ნაწილში ასევე შედის თქვენ ახსენეთ ეს ნაწილი, რომ თანამშრომლობის ჩართულობა და მოტივაცია, ხო? ასე ვთქვათ, ბედნიერების ინდექსი, რამდენად ჩართულები არიან პროცესში და რას გულისხმობს ეს. მუშაობით ყველანი მუშაობთ, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც მიდის სამსახურში 9-დან 6-მდე საქმეს აკეთებს და იმის მერე დიდად, როგორ გითხრათ, კომპანიის განვითარება მისთვის არ არის ესეთი დიდი პრიორიტეტი. კი, თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ გულშემატკივარი არ არის და რაღაცნაირად ჩართული არ არის იმაში, რომ აი ასე ხომ არ გაგვეკეთები და რაღაცა ხო არ შეგვეცვალა, ხო? დამოკიდებულების ნაწილია ეს, ან ნიშნავს იმას, რომ ის მეორე თანამშრომელი, ცუდი თანამშრომელია, შეიძლება გადასარევი თანამშრომელია, მაგრამ ჩართულობა არ აქვს, ხო? აი ამ ჩართულობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაც მეტი გულშემატკივარი გყავს კომპანიაში, მით უფრო სწრაფად ვითარდები და კომპანიაც უფრო სწრაფად იზრდება, ხო, რა თქმა უნდა და ესეც მოკლედ ასე ვთქვათ HR-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შეფასების სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია, შეფასების სისტემა იქიდან გამომდინარე, რომ სამოტივაციო ნაწილი შემდეგ ამაზე არის აგებული და ზოგადადაც გადაწყვეტილებების მიღებაში და თუნდაც მართვაში თანამშრომლების უმნიშვნელოვანეს ნაწილია შეფასების სისტემა. Ამიტომ რომ უკავშირის გაცემა ასე ჰაერზე, არა ყველანაირი მონაცემის გარეშე არის ძალიან რთული. ზოგადადაც რთულია კონსტრუქციული უკავშირის გაცემა, მაგრამ იმიტომ რომ ადამიანებს გვეუხერხულება რაღაც, ანუ მხოლოდ პოზიტიური უკავშირს არ გულისხმობს, ხო? არის აუცილებლად რაღაც ისეთი საკითხები, რაც კრიტიკულია, რაც ადამიანებს უნდა ბუთხრათ, ისე რომ ეს კონსტრუქციული იყოს, ისე რომ დემოტივაცია არ გამოიწვიოს და ასე შემდეგ, მოკლედ ეს არ არის მარტივი პროცესი და მით უფრო რთულია თუ არ გვაქვს არანაირი ჩარჩო, არ გაგვაჩნია შეფასების სისტემა, არაფერი არ გაგვაჩნია და ისე უნდა მივცეთ უკავშირი ადამიანს. კიდევ უფრო რთულია, მოკლედ ამის გარეშე. ხო, ლიკა, მე თუ შეიძლება კითხვა დავსვათ, ვინც მუშაობს დასაქმებული ხართ, თუ არის თქვენს კომპანიებში შეფასების სისტემა დანერგილი და თუ იცით როგორ ფასდებით? ხო, ბევრგან არ იქნება. კი ბატონო, ჩემს კომპანიაში მაგალითად არის და სწორედ ახალი HR გახსოვს. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თვით შეფასების ნაწილიც არის უშუალო ხელმძღვანელის და ადამიანური რესურსების შეფასებაც. 360 ალბათ, ხო? კი ბატონო და რა ვიცი, მგონია რომ ყველაზე ეფექტური მეთოდია ყოველ შემთხვევაში, რასაც ვიცნობ. ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან საინტერესო კურსი. ოღონდ ეს არის უფრო ესეთი გამოსლება, ვისაც აქვს იმათთვის, ეგეთი კურსი არ არსებობს. სხვა ძალიან ესეთი სიღრმისეული, ვისაც გაინტერესებთ უბრალოდ მაინც. სახელი რომ მითხრათ უკაცრავად ჩაგეძიებით. კურს რა ქვია? პერფორმანსის მართვა, ხო მაგო? კი, პერფორმანსის მართვა, სტრატეგიული HR-ი, შეფასების და სამოტივაციო სქემები. ჩაგიგდებთ ახლა, გაგიზიარებთ მართლს. კი ბატონო, მადლობა. მადლობს მირება და გაგვიხარდება. რა თქმა უნდა, ამ მართლებით გამოცდილი HR-ები არიან welcome, ასევე კონკრეტული მიმართულების ლიდები, რომელსაც აქვს ზუსტად ეს ნაწილი დასანერგი თავის გუნდში. კი ბატონო, მადლობა. გამოცდილება საჭიროა, ისე უბრალოდ გამოცდების გარეშე უბრალოდ აზრი არ აქვს. კიდევ ხომ არ გაგვიზიარებთ ვინმე, თქვენთან არის თუ არა შეფასების სისტემები და როგორი გამოცდილება გაქვთ, ასე ვთქვათ. ზოგადად საქართველოში ბევრგან არ არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ როგორ არის იცით, HR-ი თვითონ მიმართულებაც რაღაც ბოლო პერიოდია, რაც ვითარდება. აი, მხოლოდ შერჩევიდან და ადმინისტრირებიდან სტრატეგიულ HR-ში რაც გადავიდა ბოლო პერიოდი. ხა ბოლო პერიოდი 1-2 წელს არ გულისხმობს, ალბათ რა ვიცი, ბოლო 10 წელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
თვითონ ბიზნეს ლიდერებს და კომპანიის დირექტორებსაც არ ჰქონდათ აღქმა ამ როლის, ასე ვთქვათ, სრულყოფილი. აქედან გამომდინარე, ბევრ პროცესში არ იყო HR-ი ჩართული და რაღაცნაირად მიმოფანტულად იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა გვაქვს გამოცდილება დასავლეთის და იქ უკვე დიდი ხანია ეს მიმართულება გამართულია და მაღალ დონეზეა. ამიტომ ეს რატო ვთქვი, ამიტომ შეფასების სისტემებიც დიდად არ არის ბევრ კომპანიაში დანერგილი, თუმცა ნელ-ნელა უკვე ეცნობიან კომპანიის წამყვანი პირები და ინტერესდებიან ამ მიმართულებით აქტიურად. და უკვე იწყება დანერგვები ამა თუ იმ შეფასების სისტემის კომპანიებში და სამოტივაციო სქემების. მე მგონი ქეთევანს უნდა რაღაცის თქმა. აი რო გადავალთ ვიტყვი, უბრალოდ ძალიან ვერ ჩავშლი, იმიტომ რომ ვრცელი თემა არის. მაგრამ გვაქვს სლაიდები, სადაც ამაზე ცოტა უფრო სიღრმისეულად ვისაუბრებთ, ხო? და წერო არ გავუსწროთ, არ ჩავუღრმავდები. შეფასების სისტემა ვახსენე, მოკლედ თანამშრომელთა მოტივაცია მოსდევს ამას, ანუ რო შევაფასებთ ადამიანებს, მერე უნდა იყოს, ასე ვთქვათ, თანამშრომელთა განვითარება და სამოტივაციო ნაწილი აუცილებლად, იმიტომ რომ რეალურად ზოგან არის ხოლმე რაღაცები არასწორად არის გამოყენებული, მაგალითად შეფასებას მხოლოდ სადამსჯელო ფუნქციით აკეთებენ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს კეთდებოდეს იმისათვის, რომ გამოიკვეთოს თანამშრომლის, ვთქვათ, რაღაც ძლიერი და სუსტი მხარე, განსავითარებელი მხარე, მერე ამაზე იმუშაონ მასთან ერთად და ვინც მიყვება მენეჯმენტს მონდომებულია და დაინტერესებულია, მათი ახალისება და მოტივირება უნდა მოხდეს, ხო? და ასევე არსებობს სტრატეგიული HR-ის როლში შედის succession planning-ი, რაც გულისხმობს ზუსტად კარიერულ განვითარებასაც, მაგრამ გარდა ამისა, კარიერულ განვითარება მეტნაკლებად იგულისხმება, აქ უფრო იგულისხმება, ასე ვთქვათ, ტოპ პოზიციების ჩამნაცვლებლების მომზადება, ანუ გუნდში უნდა არსებობდეს, ნებისმიერ გუნდში უნდა არსებობდეს, რომ თუ რაღაცა მოხდა, იმ მიმართულების ხედიან დაწინაურდა, სხვაგან გადავიდა, სხვა ქვეყანაში გადავიდა და ასე შემდეგ, მის ადგილას უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ვიცე კანდიდატი, რომელსაც აქვს მზაობა იმისათვის, რომ მისი როლი დაიკავოს და რაღაცა პერიოდი მხარდაჭერის ანუ ვთქვათ მენეჯმენტის მხარდაჭერით გაართვას თავი ამ როლს. ამისათვის რა თქმა უნდა იყოს გეგმა განვითარების, ხო, ადამიანი კომპანია უნდა ზრუნავდეს მის პროფესიულ ზრდაზე და ასე შემდეგ. და მოკლედ ეს ნაწილიც სტრატეგიულ HR-ში შედის. ასევე მეორე მიმართულება არის შერჩევა. შერჩევის პრინციპში ეს სლაიდი უფრო არის, რას გავდივართ ჩვენს კურსზე, რას ვეხებით შერჩევაში და მოდი თუ შეიძლება ამ კუთხით ვიტყვი მაგო, იმიტომ რომ კურსზეც პრინციპში ორი სიტყვით მოგაწოდებთ ინფორმაციას და ბარემ აქ ცოტა მეტად გავშლი. ჩვენი კურსი HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა სხვა HR-ის კურსებისგან განსხვავდება იმით, რომ აი იმაში სათაურშიც ჩანს რეკრუტინგის პრაქტიკა არის ძალიან ინტეგრირებული, ასე ვთქვათ, კურსში. და რას გულისხმობს ეს? ანუ ფაქტობრივად სტუდენტები მთლიანად ჩართულები არიან შერჩევის პროცესში. ანუ ყველას აქვს თავისი რაღაცა პოზიცია და ამ პოზიციას ეძებენ ამ პოზიციისთვის კანდიდატს. რა თქმა უნდა, ეს პოზიცია ფიქტიურია, არ არის რეალური პოზიცია, მაგრამ პროცესი არის სრული, რეალური
თავიდან ბოლომდე, ანუ როგორი უნდა იყოს job description-ი, როგორ ვეძებთ, სად განვათავსოთ, რა არხებით უნდა მოვძებნოთ ეს ადამიანი, როგორ შევეხმიანოთ, როგორ მივწეროთ, კომუნიკაცია როგორ განვახორციელოთ, დავიბაროთ ინტერვიუზე, შემდეგ ინტერვიუებს, რაღაც გარკვეულ რაოდენობის ინტერვიუებს ჩვენ ვატარებთ, მენტორები და ბოლოს თვითონ სტუდენტი, ხო? ანუ ეს არის თვითონ შერჩევის ნაწილი, მთელი კურსის განმავლობაში 3 თვე ნახევარია კურსი და 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს პრაქტიკა. ამ პერიოდში მოკლედ სწავლობთ მინი სტაჟირებასავით გამოდის. ნუ ხა სტაჟირება არ არის, მაგრამ მინი სტაჟირება, იმიტომ რომ სტაჟირება იმიტომ არ არის, რომ სრულ დროს არ უთმობთ ამას, ხო, თქვენ სრულ დროს, მაგრამ შემცირებული დოზებით ფაქტობრივად სრულად მთელ ციკლს გადიხართ, ხო? განცხადების განთავსებიდან ბოლოს ადამიანის შერჩევის ეტაპამდე, თავიდან ბოლომდე. შეთევანს გქონდა მგონი მიკროფონი და გისმენთ. რაღაცის კითხვა უნდა. თუ დაგეჭირათ უბრალოდ მე მგონი დაეჭირა. შესაბამისად, ანუ შერჩევის პროცესი რას გულისხმობს? პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სამუშაო ანალიზი, ანუ ვის ვარჩევთ, როგორი ტიპის ადამიანს ვარჩევთ, სად ვანთავსებთ განცხადებას, რა არხებით უნდა მოვძებნოთ, ესა თუ ის კანდიდატი, შემდეგ როგორ უნდა დავუკავშირდეთ, როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია, ვუზიარებთ რა ინფორმაციას ვუზიარებთ, რა ინფორმაციას არ ვუზიარებთ. ანუ ამ პროცესში და ამ ყველაფრისა იმასაც სწავლობთ, რომ ზოგს ბარიერი აქვს, რომ რაღაცა რომ მიწეროს, უხერხულება, რაღაც პასუხი რო გასცეს, რა უპასუხოს არ იცის და ასე შემდეგ. ამ საკომუნიკაციო ნაწილსაც, რა თქმა უნდა, სწავლობთ, იმიტომ რომ პროცესში გიწევთ ამ ყველაფრის გაკეთება. ასევე როგორც ვახსენე, ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ტექნიკური უნარები და აქედან გამომდინარე ფაქტობრივად ну არ ვიცი Excel-ის კურსივით გამოგდით ამ კურსში ჩამატებული, იმიტომ რომ ჩვენ Google Sheet-ში ვმუშაობთ ამ მონაცემებს და გიწევთ მისი სწავლა და ისე არის აწყობილი პროცესი, რომ მოკლედ ამ კურსის განმავლობაში რაღაც დონეზე სწავლობთ Google Sheets და Google Sheet და Excel ძალიან გავს ერთმანეთს. ასევე განვიხილავთ IT და Tech Recruiting-ს. IT და Tech Recruiting-ი განსხვავდება სტანდარტული რეკრუტინგისგან იმით, რომ სპეციფიურია სფერო და სფეროს რაღაც დეტალები უნდა გესმოდეთ, ისე რთული იქნება და ვერ შეძლებთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის IT და Tech Recruiting-ის კურსი, უბრალოდ ვეხებით ერთ-ერთ ნაწილში, თუ რას გულისხმობს, რითი განსხვავდება და ნუ მე უკვე სიღრმისეულად თუ ვინმეს დაინტერესებს, ცალკე IT და Tech Recruiting-ის კურსიც არსებობს ჩვენთან, მაგრამ ამ ლექციებზე და ამ შეხვედრებზე მოკლედ უყვებით თუ რაში არის განსხვავება. ასევე მიმოვიხილავთ რეკრუტინგის ციფრულ ტრანსფორმაციას, რასაც ვსაუბრობდით, რომ დღევანდელ დღეს ხელოვნური ინტელექტი ძალიან არის გამოყენებული, არსებობს რაღაც აპლიკაციები, რომლებიც ძალიან ეხმარება რეკრუტინგის პროცესს და ამ აპლიკაციებსაც ვაცნობთ სტუდენტებს. რომელია ხელმისაწვდომი, რომელიც ჯობს გამოიყენოთ და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება შერჩევას. არცი, მოდით მაინც ვიკითხავ ყოველი თემის შემდეგ სტრატეგიულზე რამე კითხვა ხომ არ გქონდათ, რაც ვთქვათ, მე მოვყევი და გაგიჩნდათ რამე კითხვა, შეგიძლიათ დამისვათ და იგივენაირად შერჩევაზეც. დიახ, ეკატერინე. შეიძლება ეკატერინე საუბროს და ქეთევან თქვენ მომდევნო მომენტში ჩართეთ კარგით ორი ხმა ერთად. მე მგონი ქეთევანს ეჭირება უბრალოდ მიკროფონზე. კეთილი, ეკატერინეს უსმენთ მაშინ, გისმენთ? არაფერი არ ისმის. ხო, ძალიან ცუდად ისმის. მეგობრებო, ჩვენი ხმაც ასე ხარვაზებით ხომ არ გესმით? აი, მე
გამართულად მოდის. მაშინ თუ შეიძლება ეკატერინას და ქეთევანს მიუმართავ, დაწერონ და გავახმაონებ. მე მაგალითად კარგად მესმის. მადლობა. და ძალიან საინტერესოა, მადლობა. მადლობა. აი დაველოდოთ, მე მგონი რაღაცა კითხვა აქვს ეკატერინეს და მე იმას დავაზუსტებ, მეგობრებო, რომ ვინც დამწყები ხართ და ჯერ შეხება არ გქონიათ, რა თქმა უნდა, კარიერის ამ პირველ ეტაპზე პირდაპირ სტრატეგიულ HR-ში შეიძლება არ იყოთ, თუმცა თუ პატარა კომპანია არის და თქვენ ეს ცოდნა გექნებათ, რა თქმა უნდა, თქვენი ამბიციების და ინიციატივების დამსახურებით შეიძლება ზუსტად ამ პატარა კომპანიაში აწყოთ იდეალურად შეფასების სისტემაც. და ეს ყველაფერი, რასაც ვისაუბრეთ. თავარია თქვენი სურვილიც იყოს და მენეჯმენტის სურვილიც და მოყვებოდნენ აი ამ ინიციატივებში, რომ ეს პატარა კომპანია იყოს იდეალურად გამართული თავისი ყველანაირი კრიტერიუმით. ასე რომ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დამწყებებმაც არ დაელოდონ რაღაც რამდენიმე წლის გასვლას, თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში, რა დონეზეც გამოცდიან საკუთარ თავს, შეეცდებიან რომ დანერგონ შეფასების სისტემა, გაიარონ კონსულტაციები, ჩაეძიონ, კიდევ დამატებით ისწავლონ და ასე შემდეგ. მე პირადად ამას გავაკეთებდი. მე მაქვს ესეთი კითხვა, სანამ წაიკითხავთ ეკატერინას შეკითხვას. აი შეფასების სისტემის დანერგვაზე. კერძო კომპანიებშია სხვა ქვეყნებში დანერგილი თუ ყველგან მისაღებია თუ ყველგან არის დანერგილი, იმიტომ რომ ყველგან არ არის მარტო კერძოში. მე მგონი რომ არის წობს ეს თანამშრომლებს შორის რაღაც ნეგატიურ წარმოშვებას, იმიტომ რომ რაღაც მგონი ვიცი რამ ერთი ორი კომპანია სადაც არის დიდი ხანია ეს და აზროვნებაზე, ფსიქიკაზე და ურთიერთობაზე ნეგატიურად მოქმედებს. ნუ ეს გააჩნია არ დავასახელებ. იცით რა არის ქვეყანაში კერძოში და სახელმწიფო მე არ ვიცი ზუსტად სახელმწიფო დაწესებულებებშიც არის ეს დანერგილი, ესე იგი, ხა ცუდი რომ იყოს ხوار დანერგავდნენ და ეფექტი რო არ ქონდეს, მაგრამ ვისთვის უფრო პირიქით, ანუ ძალიან ბევრი ბუნდოვანებას ხელმძღვანელობისთვის. პირიქით ძალიან ბევრ ბუნდოვანებას და გაურკვევლობას უღებს ბოლოს, იმიტომ რომ ზუსტად ადამიანმა რატომ როგორ ფასდება, რას უნდა მოელოდეს და მოლოდინების გაცვლის დროს უკვე აღარ არის აცდენა, რომ ამას ეგონა, რომ ძალიან მაგარი იყო პირდაპირ გეგმაში და მერე შედეგებში იშიფრება, რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა, რა შეიძლება გაუმჯობესდეს, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს და ამისთვის თქვა რაღაც კომპეტენცია უნდა შევიძინო. ზუსტად HR-ი ამაში არის ჩართული, რომ შემდეგ შეფასდეს და თუ თქვათ არის პერსპექტიული თანამშრომელი, ჩაიდოს ინვესტიცია და ასწავლონ ის მიმართულება, თუ თქვათ გარკვეული ეტაპის მერე მაინც არ გამოდის იმ როლიდან რაღაც კონკრეტული საქმიანობები, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ხდება ხოლმე დამშვიდობება, ხო, თანამშრომელთან, მაგრამ როდესაც კომპანიას ზუსტად იციან ადამიანებმა რატომ და როგორ ფასდებიან, რა შემთხვევაში იღებენ ბონუსს თუნდაც და რა შემთხვევაში დაწინაურდებიან, ეს პირიქით მათთვის მოტივაციაზე მოქმედებს და უკეთ მართავენ თავიანთს, ან თავიანთ ხელში არის შემდეგ მათი პერფორმანსი დიდწილად. გააჩნია როგორ აქვთ დანერგილია შეფასების სისტემა, რას უფასებენ ადამიანებს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ ზუსტად ძალიან და პროცესი როგორ მიმდინარეობს, ახლა თუ არაობიექტურად ფასდება, თუ მოკლედ დანერგვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი რამ, რაც კარგ რამეს ემსახურება, შეგვიძლია გავაფუძნოთ თუ არასწორად გამოვიყენებთ, ხო? შეფასების სისტემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველასთვის იყოს ერთნაირად თანაბრად გასაგები, რატომ ფასდება ეს ადამიანი ასე და არა ისე, რა მოლოდინები არსებობს ამ როლისგან, ამ ადამიანისგან, ამ როლში, ხო? შესაბამისად, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს ნეგატივს პირიქით. პირიქით იწვევს უფრო მეტ გარკვეულობას. რაც შეეხება ახლა იმის ეკატერინეს კითხვას, საიდან ჯობია დაწყება და როგორ ჯობია თუ სტრატეგია არ არსებობს, კი ბატონო, ბევრ კომპანიაში სტრატეგია არ არსებობს, მაგრამ ანუ შეიძლება მისია ხედვა ღირებულებები არ არსებობდეს, მაგრამ რაღაცა მაინც არსებობს.
ანუ კომპანია რაღაცისკენ მიდის, ხო? ამ მიმართულებით შეუძლია, შეიძლება არ არსებობდეს, ვთქვათ, HR-შიც რაღაცა სტრატეგიული გეგმა, მაგრამ დაგეგმარება, მაგალითად, აი სამშაო ძალის სტრატეგიული დაგეგმარება, შიდა კომუნიკაციის ნაწილი, შეფასების სისტემა, წეგან როგორც ვახსენეთ, ახლა სულ 10 კაცი თუა, მან შეფასების სისტემა შეიძლება არ იყოს საჭირო როგორც ესეთი და ან KPI-ები, ან MBO, ან რაღაც ესეთი მეტრიკების შემოტანა შეიძლება არ იყოს საჭირო, თუმცა შიდა როგორ გითხრათ, ეს განვითარების გეგმა და KPI მაინც ახლა სულ რო 3 კაცი იყოს, მაინც კარგია, ჯობია რომ ვიცოდე, რომ რა ჩაითვლება ჩემს, უბრალოდ ამას ძალიან დიდი დანერგვა არ დაჭირდება, იმიტომ რომ მცირეა, ხო? არ ჭირდება ამას გაზოგადება და ასე შემდეგ. კურსი გვაქვს, როგორც ვახსენე და წეგან მაკომ ჩააგდო ლინკი, რომელიც უფრო სიღრმისეულად მოიცავს სტრატეგიულ მენეჯმენტს, სტრატეგიულ HR-ს, რომელშიც შედის როგორც შეფასების სისტემები, სამოტივაციო სქემები, თანამშრომლებისთვის უკავშირის გაზიარება, განვითარების სქემები, რაც გულისხმობს ტრენინგებს, განვითარებას და ასე შემდეგ, ხო, როგორ უნდა დაიგეგმოს, PDP, ანუ personal development plan, არსებობს ეგეთი ტერმინი, ანუ პიროვნული განვითარების გეგმა და მეხუთე თემა, რასაც ეხება ეს კურსი, არის ჩართულობა და კვლევები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ანუ თანამშრომელთა კმაყოფილების გარკვევა, რამდენად კმაყოფილები არიან, რამდენად ჩართულები არიან, ამ კვლევებს ვაზიარებთ, რომ რა არის სოფლიოში აპრობირებული კვლევები, ISO სტანდარტებს არ მივყვებით, ISO იკითხეთ თქვენ, ანუ მაგ ISO სტანდარტების მიხედვით არ ვასწავლით, რომ კონკრეტულად რა უნდა და როგორ უნდა იყოს იქ დაცული, მაგრამ ზოგადად მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს, შეფასების სისტემებზეც, სამოტივაციო სქემებზეც, კვლევით ნაწილზეც, რა თქმა უნდა, ვაზიარებთ ამ კურსში. ნუ ეს კურსიც იმით განსხვავდება, რომ პრაქტიკაზეა აგებული, მსგავსი მე არ ვიცი რა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს საქართველოში იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტობრივად გადიხართ საკუთარი კომპანიის кейსებზე, მუშაობს HR-ი შესაბამისად იღებს რომელიღაცა მიმართულებას და ამ მიმართულებაში ცდილობს, რომ თუ გქონია ჩვენ кейსები, რომ არ აქვს კომპანიას სტრატეგია, ხშირ შემთხვევაში HR-ები აინიცირებენ და მერე უკვე კომპანიაში სტრატეგიაც იწერება, ასე ვთქვათ, და მერე მიმართულების სტრატეგია იწერება, შემდეგ მიმართულების head-ის KPI, შეფასების, ასე ვთქვათ, რა იქნება, შემდეგ ხდება ამ მიმართულებაზე იმის შერჩევა, რა ქვია, რომელი შეფასების სისტემა უფრო იმუშავებს და რატომ, სამოტივაციო სქემები და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ყველაფერი კეთდება იმ კონკრეტული ადამიანის, კომპანიის, რომელიღაც შერჩეულ მიმართულებაზე და შემდეგ, როდესაც ამ კურსს მორჩება, ადამიანი შეძლებს, რომ დანარჩენ მიმართულებებზე თვითონ თავისი ძალებით იგივე გზით გააგრძელოს და აწყოს ეს სქემა. ეს ახლა ცოტა გადავუხვიეთ, მაგრამ რადგანაც იკითხეთ, რომ არის თუ არა ეს კურსი, მოკლედ არსებობს ეგეთი კურსი და სადაც კარგად ჩანს, საიდან უნდა დაიწყოთ, როგორ უნდა დაიწყოთ იმისათვის, რომ დაიგეგმოს და რიგ შემთხვევაში შეიძლება გადაწყვიტოთ რაღაც ეტაპზე, რომ ამ წუთას თქვათ არ აქვს კომპანიას მზაობა და შეიძლება ჯერ არა და ამისათვის ჯერ რაღაცები უნდა გავაკეთოთ და მერე დავნერგოთ ეს. მაგალითად, ხო, ვიდრე დაიწყოთ დანერგოთ, არ გამოვიდეს გადაყაროთ ფული, დრო და შედეგზე ვერ გახვიდეთ, ხო? ესეთ რაღაცები შეიძლება იყოს და ეს ძალიან დიდ ფინანსებს და რესურსებს ზოგავს, როდესაც წინასწარ იცით, რომ ჯერ სხვა რაღაცებია გასაკეთებელი, სანამ შეფასების სისტემამდე მივალთ.
იმიტომ რომ იმისათვის რომ შევაფასო, როგორც მინიმუმ უნდა ვიცოდე რა შედის ამ ადამიანის მოვალეობებში. ეგ უნდა მქონდეს გაწერილი, ანუ საბაზისო რაღაცები უნდა იყოს გაკეთებული და თუ არ არის გაკეთებული, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება ამის დანერგვა, ხო? შესაბამისად წინა ეტაპი უნდა მოსდევდეს. წინა ეტაპი არის დღევანდელ დღეს, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, ანუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ხო, მოვყვებით რომ არსებობს სტრატეგიული HR-ი, შერჩევა და აი შემდეგ იქნება ხა ადმინისტრების ნაწილში შედის ზუსტად job description-ები, ანუ სამუშაო აღწერილობები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის გამო და ახლა გადავალ და მოგიყვებით მოკლედ ამ ნაწილსაც. სად არის ადმინისტრირება? აგერ არის. ადმინისტრირება და მე ვიტყვი განარჩენს. არაფრის, ეკა იმედი მაქვს გიპასუხეთ. ხო, ადმინისტრირებაში რა მიმართულებები შედის? ანუ ადმინისტრება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ფაქტობრივად პირველ რიგში ადმინისტრების ნაწილი უნდა იყოს მოგვარებული იმისათვის, რომ კანონმდებლობასთან ვიყოთ მიმართებაში გამართულად და რამე რომ მოხდეს და შემოვიდეს თქვათ აუდიტი და ასე შემდეგ, ვალებში არ გადავარდეს კომპანია და ყველაფერი იყოს სწორად, ხო? ანუ თქვათ რაღაცა საურავები და რაღაცები რომ არ დაგვერიცხოს. შრომითი ურთიერთობების ნაწილი ეხება ახალშეკრულებები, ბრძანებები და ასე შემდეგ. პოლიტიკები და პროცედურები HR ადმინისტრებას ეხება, ანუ აუცილებლად უნდა არსებობდეს კომპანიაში გარკვეული პრინციპები, რომელსაც ყველა თანამშრომელი უნდა იცნობდეს და უნდა იცოდეს რა და როგორ ხდება, ხო? როგორ გავდივართ ჩვეულებაში, როგორ გავდივართ თქვათ რაღაცა მივლინების დროს რა ხდება, სიკლივი როგორ უნდა აიღოს და ასე შემდეგ, ანუ რაღაც გარკვეული პროცედურები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, ამისათვის პირველ რიგში უნდა იცოდნენ რა და როგორ ხდება. რა სახეები არსებობს შრომით ურთიერთობებში, რა დოკუმენტაცია და მათი მართვა, პერსონალური მონაცემების შენახვა, დამუშავება, ეს ნაწილი ყველაფერი შედის ადმინისტრირებაში. შრომითი ანაზღაურება და მართვა და ბონუსები. ეხლა ნახეთ როგორ არის. ცოტა დიდ კომპანიებში ეს მიმართულება შეიძლება იყოს ცალკე, რომელსაც company benefits ეძახიან ხოლმე, compensations and benefits. მაგრამ ამისთვის კომპანია საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რომ ცალკე არსებობდეს, ასე ვთქვათ, ეს მიმართულება. ეს მიმართულება ძალიან ანუ ისეთია, რა ქვია, საქართველოში ჭირს ამ მიმართულებით თანამშრომლების მოძიება, იმიტომ რომ ეს არის უფრო ანალიტიკური და ტექნიკურ უნარებს მოითხოვს, ხო? ციფრებია, დათვლა, ანალიზი, ხელფასების შედარება, იქ ბენეფიტები, რა როგორი მოკლედ total compensation-ი რო დათვალო, მხოლოდ ხელფასი არ არის, ეს ბევრი რაღაცა შეიძლება შედიოდეს და რა ვიცი, უზომოდ საინტერესოა ჩემი აზრით, უბრალოდ ნამდვილად უნდა გქონდეს ცოტა ისეთი ტექნიკური მიდრეკილებები და ინტერესები ადამიანს, ხო? ცოტა ბუღალტერიც უნდა იყოს. ნუ, ბუღალტერი არა, მაგრამ ფინანსური ნაწილი ცოტა უნდა ესმოდეს კი, რომ კომფორტულად გრძნობდეს თავს ციფრებთან. თუმცა ეს ნახეთ როგორ არის ხელფასებს სხვადასხვანაირად არის კომპანიებში ზოგან ფინანსები აკეთებენ, გადარიცხვას ყველგან ფინანსები აკეთებენ ბუღალტერია, მაგრამ წინა მოსამზადებელი სამუშაო, ხო? თქვათ, რამდენი არის ფიქსირებული გასაცემი, ბონუსები, თქვათ, ვიღაცა შვებულებაში იყო, ვიღაცა სადღაც იყო, ეს ყველაფერი ხო გადმოსათვლელია, ამ ნაწილს ზოგ კომპანიაში HR-ები აკეთებენ, ზოგ კომპანიაში ფინანსები აკეთებენ, მაგრამ ზოგადად არის ეს HR-ის საქმე იდეაში, HR-მა უნდა აკეთოს. და შესაბამისად უნარებიც უნდა გააჩნდეს ამის, ანუ არ უნდა ეშინოდეს ციფრების დანახვის. დანარჩენს პრინციპში ყველაფერს ფორმულა აკეთებს, თუ შენ პრინციპი კარგად გესმის და რო დაინახავ არ გეშინია, დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია. მთავარია, რომ კომფორტულად ვიყოთ ამ გარემოში. ჯანმრთელობის დაზღვევის მართვა და დანარჩენი დასწრებები, აი ტაბელიც ჰქონდათ ნახსენები, ეს ნაწილიც HR ადმინისტრების ნაწილია და ჯანმრთელობის დაზღვევის მართვა და დანარჩენი დასწრებები, აი ტაბელიც ჰქონდათ ნახსენები, ეს ნაწილიც HR ადმინისტრების ნაწილია და ჯანმრთელობის დაზღვევის მართვა და დანარჩენი დასწრებები, ეს ნაწილიც HR ადმინისტრების ნაწილია და
შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა ძალიან ესეთი მტკივნეული და სწორად სამართავი პროცესია, იმიტომ რომ შეიძლება მაგ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე არასწორად განთავისუფლება ადამიანების და შემდეგ უკვე სასამართლომდე შეიძლება მივიდეს საქმე, ხშირ შემთხვევაში და თანამშრომლების მხარეს არის კანონი და მოკლედ შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს კომპანიას თუ პროცესი არ არის გამართული, თუ ეს ყველაფერი არ არის სწორად გაკეთებული, ხო? ამიტომ ადმინისტრების ნაწილი არის, როგორ გითხრათ, ერთ-ერთი ბოძი, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც პირველ რიგში ეს მიმართულება უნდა იყოს გამართული, ანუ კონტრაქტები უნდა არსებობდეს და შიდა განაწესი უნდა არსებობდეს. დანარჩენი მერე უკვე დანარჩენი ყველაფერი, ხო? შეფასების სისტემებზე მოდით უკვე ვისაუბრეთ პრინციპში, მაგრამ ცოტა კიდევ უფრო ცლად ვიტყვი, რომ როგორ მიმდინარეობს, ესე იგი რა ხდება. დაგეგმვა მნიშვნელოვანია ძალიან და დაგეგმვაში რა იგულისხმება. მიზანი და მოლოდინები უნდა დაისახოს, ანუ მიზანი რისთვის კეთდება, რა მოლოდინები გვაქვს, აი წეღან როგორც მაკომ პრინციპში ახსნა და განმარტა ხო, რომ თანამშრომელსაც სწორი მოლოდინი რო ქონდეს, რა გვინდა მისგან, რა მოლოდინები გვაქვს, ასევე ერთ ენაზე რო საუბრობდნენ, ანუ არსებობს რაღაც სპეციფიური ინსტრუმენტები, თქვათ, რითაც რაც უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული შეფასების სისტემის დანერგვის დროს, შეფასების სისტემის არჩევის დროს, სხვადასხვა შეფასების სისტემები არსებობს და არ ვიცი თუ გსმენიათ smart აბრევიატურა, ანუ smart პრინციპით უნდა იგეგმებოდეს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამასაც გავდივართ კურსის დროს, რას გულისხმობს smart-ი, რომ მიზანი უნდა იყოს სპეციფიური, ხო, გაზომვადი და ასე შემდეგ, იმისათვის რომ რაც შეიძლება ნაკლები კითხვის ნიშანი ჩნდებოდეს. კი არა და საერთოდ არ უნდა ჩნდებოდეს კითხვის ნიშანი, ანუ ყველას, აი რამდენი ვართ, 39 ადამიანი ვართ, რო წავიკითხავთ რაღაცა მიზანს, ან ამოცანას, ყველამ ერთნაირად უნდა გაიგოს, ხო? ეს არის ძირითადი სირთულე ამ პროცესის და ასევე ძირითადი ალბათ რა ვიცი პლუსი. იმიტომ რომ ეს ამარტივებს თავიდან დაგეგმარების პროცესი ცოტა რთულია, მაგრამ შემდეგ უკვე არის ძალიან მარტივი და ერთგვაროვანს ხდის შეფასებებს კომპანიაში, კითხვის ნიშნები არ ჩნდება ის, რომ ვიღაცა სუბიექტურად შევაფასე, ვიღაცასთან მეგობრობ და იმიტომ აქვს უფრო უკეთესი შეფასება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან ნათელია და გაზომვადი, რაც ყველაზე მთავარია. ნუ ვახსენე ერთი-ორჯერ KPI და OKR-ი, ეს არის შეფასების სხვადასხვა მიდგომა, რომელსაც უფრო დეტალურად განვიხილავთ რა თქმა უნდა კურსის ფარგლებში, key performance indicators ქვია და objective key results. ასევე არის ჯილდოსა და აღიარების სტრატეგიის შემუშავება, ანუ შესრულების შეფასება და მიღწევების აღიარება და ჯილდოება. ანუ რას გულისხმობს ეს? ანუ აუცილებლად უნდა იყოს მოტივაციაზე აგებული, მოკლედ ეს ყველაფერი. აუცილებლად ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო, როგორც წეღან თქვი. ბევრგან არის ხოლმე, აი თუ გსმენიათ მისტიური კვლევა, თუ გსმენიათ ეგეთი ინსტრუმენტი, ბევრ კომპანიას ახასიათებს მისტიური კვლევის გამოყენება, კი ბატონო. ანუ მისტიური მომხმარებელი რას გულისხმობს, იცით, რომ აი მაგალითად ბანკი ქირაობს კვლევით კომპანიას და შედის მომხმარებელი ბანკში, რომელიც აკვირდება, ანუ იცის რა პროცესი უნდა გაიაროს და აღწერას აკეთებს, თუ როგორ მოემსახურნენ მას. და შესაბამისად შემდგომ თანამშრომლების შეფასება ხდება ამ მისტიურ მომხმარებელზე დაყრდნობით.
ძალიან ბევრ კომპანიაში ამას სადამსჯელოდ იყენებენ, ანუ არ ურიცხავენ ბონუსებს, იქ რაღაც საყვედურებს აძლევენ და ასე შემდეგ. რაც არასწორია, ანუ დემოტივაციის მარტო ძაბავს ამ ხალხს მეც არაფერს არ აკეთებს, კარგს, სწორად უნდა შეგვეძლოს, მოკლედ, აი როგორც ნინო მიგითხა მე მგონი ხო, რომ შეფასების სისტემა ზოგან დაანერგილია და პირიქით ხალხი დაძაბული არის ამის გამო და რაღაცა არასასიამოვნო. კი ბატონო, ფარმაცევტულ კომპანიებსაც ყავთ ხოლმე, ანუ რიტეილ კომპანიებს ხშირად ყავთ, იმიტომ რომ სერვის პლუსიც ხსმენიათ ალბათ ხო, ეგეთი ტრენინგი, რომ მომსახურები, ძირითადად ეს კვლევა გვიჩვენებს მომსახურების ხარისხს, ანუ რამდენად იცავენ ამ სტანდარტს, ხო, თქვათ რა ვიცი, რომ მოვა სახელით მიმართო თუ გაუღიმო თუ რაღაცა უნდა გააკეთო, ხო და აკეთებ თუ არა ამას. თუმცა შემდგომ ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი კიდევ ერთხელ გადავამზადოთ, ან გავარკვიოთ რა მიზნით არ აკეთებს, ან რაღაც და ასე შემდეგ, ჩავუღრმავდეთ და მივცეთ კიდევ ერთი შანსი. ოღონდ აქ რა თქმა უნდა იმაზე არ არის საუბარი, რომ მთელი ცხოვრება არ შეიძლება ადამიანი გადაამზადო. ანუ მაინც მხარესაც არის პასუხისგებლობა, ანუ ერთხელ აგიხსენი მეორედ, მესამედ თუ არა და მერე უკვე მშვიდობები ბუნებრივია, მაგრამ იქამდე სწორად უნდა იყოს გამოიყენო ინსტრუმენტი და ეს განვითარებისთვის გამოიყენო და არა პირიქით იმისთვის დასჯისთვის ან ადამიანის გაშვებისთვის სამსახურიდან, ხო? განვითარება, ან როგორი არის პროცესი, განვითარება არის მოსდევს აუცილებლად შეფასების სისტემას, იმიტომ რომ უკუკავშირი უნდა იყოს ფაქტობრივად უწყვეტი. ანუ ადრე იყო ხოლმე, რომ უკუკავშირი, ანუ ბევრ კომპანიაში საერთოდ არ არის დანერგილი, მაგრამ სადაც დანერგილია, კეთდება თქვა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. დღევანდელ დღეს უკუკავშირი პირიქით უწყვეტია და რაც უფრო მყისიერია, მით უკეთესია, ანუ რაც უფრო სწრაფად კეთდება, მით უკეთესია. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, როგორ უნდა გაკეთდეს, როგორ არის უმჯობესი და ნუ ამ ნაწილსაც ფარავს HR-ი აუცილებლად და HR-მა იზრუნოს, რომ მენეჯმენტი გადაამზადოს ამ მიმართულებით, რომ კომპანიაში არსებობდეს უკუკავშირის გაცემის კულტურა და ყველა გასცემდეს დაახლოებით ერთნაირად, ხო? ნუ ადამიანები განსხვავდებით, ახლა ტემპერამენტითაც განსხვავდებით და შეიძლება მე რაღაცა უფრო ისევ თქვა, ომახიანად და ვიღაცამ სხვანაირად, მაგრამ სტილი, როგორ გითხრათ, ანუ რაღაცა ჩარჩოები უნდა არსებობდეს, რომელშიც უნდა ჯდებოდეს მიმართულების ყველა ხედი, ვთქვათ, ხო? ვინც უკავშირს გასცემს. და ამაზე ზრუნავს HR-ი. იმაზე, რომ ყველა ერთგვაროვნად აკეთებდეს ამ ნაწილს. და ასევე როგორც ყველა ფერში და ყველა პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგი. პროგრესის მონიტორინგს თუ არ ვაკეთებთ, ჩათვალეთ, რომ 50% საქმის წყალშია გადაყრილი, იმიტომ რომ შეიძლება პროგრესი არც დადგეს, შეიძლება არ კეთდებოდეს, ხო? შეიძლება უკავშირი არ ეძლეოდეს სწორი. შეფასების სისტემები მინახავს კომპანიებში, სადაც კეთდება უბრალოდ იმისთვის, რომ გაკეთდეს, ეს რომ მოვნიშნოთ, რომ ჩავატარეთ, მაგრამ ნორმალურად უკავშირი გაკეთებული თანამშრომელთან არ არის და კი ბატონო, შეიძლება მაგ შემთხვევაში დემოტივაციაც გამოიწვიოს мотивацიის ნაცვლად და შეიძლება ნინო ასეთ кейსებზე საუბრობდა, სადაც ანუ გაურკვევლობას უფრო მეტს იწვევს, ვიდრე გარკვეულობას, იმიტომ რომ არ არის საკმარისად გაკეთებული უკავშირი და წესიერად არ ესმით ადამიანებს, რისთვის დახარჯეს ეს დრო, რისთვის შეავსეს კითხვარი, რისთვის, რა ვიცი, გაწერეს გეგმები, თუ მაინც არავინ არ უყურებს, თუ მაინც არავინ არ აფასებს ამ ყველაფერს, ხო? ტრენინგები და განვითარება და სამოტივაციო სქემები ეს პრინციპში კი ვახსენე, მაგრამ ეს მოყვება აუცილებლად შეფასების სისტემას. როდესაც პირველ რიგში იმისთვის რომ შევაფასოთ, ჯერ უნდა გავწეროთ ხო რაღაცა. ნუ ვთქვათ, გადავწყვიტოთ, რომ გვაქვს 3 ძირითადი მიზანი წელს, რაღაცა ვთქვათ 3 რაღაც გარკვეული მიზანი გვაქვს კონკრეტულად ჩვენს მიმართულებას და ამისათვის რას ვაკეთებთ თითოეული ადამიანი.
ამას რო გავაკეთებთ, შემდეგ გარკვეული პერიოდის მერე, გავწერთ კონკრეტულ რაღაც ამოცანებს იმისათვის, რომ როგორ მივაღწიოთ მიზანს, გავწერთ რაღაც კონკრეტულ ამოცანებს და შემდეგ გარკვეული პერიოდის შემდგომ ვაფასებთ, რამდენად შესრულდა ეს ყველაფერი, რამ შეგვიშალა ხელი, თუ რამ არ შეგვიშალა და რა გაკეთდა კარგად და ასე შემდეგ. და ამ პროცესში აუცილებლად გამოიკვეთება რაღაცა მიმართულებები, სადაც რაღაცები გვაქვს გასაუმჯობესებელი, ხო, განსავითარებელი, გარკვეული უნარები. ამ ნაწილში ხდება ტრენინგების და განვითარების მიმართულების ჩართულობა, ასე ვთქვათ, ხო? გინდება რა უნდა განვავითაროთ, რა თვისება, რა უნარი და ასე შემდეგ, როგორ უნდა განვავითაროთ, ტრენინგი უნდა ჩავატაროთ, თუ რაღაცა უნდა ისწავლოს ადამიანმა, რა უნდა გააკეთოს, მოკლედ გამოიკვეთოს, საჭიროება რა არის და როგორ შეიძლება ეს გადაწყდეს და ამ ნაწილზე ზრუნავს ტრენინგების და განვითარების მიმართულება HR-ში. შემდეგ უკვე ამ ყველაფერზე დაყრდნობით სამოტივაციო სქემები. სამოტივაციო სქემა ბევრნაირი არსებობს, შეიძლება იყოს რაღაცა ფულადი, შეიძლება იყოს სიტყვიერი, შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული აქტივობები. ამაზეც ბევრად, უფრო ვცლად, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ კურსის განმავლობაში. ორივე კურსში ვეხებით, როგორც ვთქვი, ამ კურსშიც HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა და ასევე სტრატეგიული HR-ის კურსში კიდევ უფრო სიღრმისეულად რა სამოტივაციო სქემები არსებობს ზოგადად. და ორგანიზაციული კვლევები და HR ანალიტიკა, ესეც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი HR-ის, რომელიც ძირითადად მონაცემებს ეხება. და ცოტა ისეთია, ეხლა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ორგანიზაციებში. უფრო ციფრებს ეხება, უფრო მონაცემს ეხება და ამაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას, ხო? ორგანიზაციული კვლევები და სისტემები არის ENPS-ის არსებობს ესეთი Employee Net Promoter Score, ეგეთი კვლევა, ერთი კითხვა, ურჩევენ თუ არა ორგანიზაცია, იმ ორგანიზაციას, სადაც მუშაობენ თავიანთ მეგობრებს ან ნაცნობებს და ამ კითხვის ქულაზე დაყრდნობით მე ჩანს მოკლედ როგორი მდგომარეობა კომპანიაში და ამას დაყრდნობით შემდგომ იგეგმება თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ გაუმჯობესდეს თუ რამე არის გასაუმჯობესებელი და ხშირ შემთხვევაში არის და ჩართულობის კვლევა, რომელიც აიწერან მოვყევი კიდევაც რა განსხვავებაა ხო, უბრალოდ კმაყოფილ და ჩართულ თანამშრომელს შორის. ანუ მაგას ამ კვლევითაც ვარკვევთ რა პროცენტი ყავს თანამშრომლების ჩართული, რომელიც არის ჩვენი კომპანიის გულშემატკივარი და რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ კომპანია განვითარდეს. HR ანალიტიკა, მე მგონი ეკატერინე წერდა time to hire და არსებობს მოკლედ ბევრი პარამეტრი, რომელიც გადინების მაჩვენებელი, თანამშრომლის აყვანის დრო და ასე შემდეგ, მეტრიკები, რომლებიც გვაჩვენებს რამდენად ეფექტურად წარიმართება ისა თუ ის პროცესი და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ყველა მონაცემი კომპანიაში არსებობს, უბრალოდ სწორად უნდა იყოს თავმოყრილი იმისათვის, რომ შეძლო მისი დამუშავება, ხო? ანუ რაღაცნაირად სადღაც უნდა აისახებოდეს ისეთი გზით, რომ გასაგები იყოს და შემდეგ შევძლოთ მისი სწორად გამოყენება. სტრატეგიული ბენჩმარკინგი, ბენჩმარკინგი გულისხმობს იმას, რომ ვიცოდეთ მაგალითად აი პირობითად რომ ვთქვათ გასაგები რომ იყოს ვთქვათ ცნობადობა არ არის HR-თან კავშირში, მაგრამ რომელიღაცა ბრენდის ცნობადობა ხო ვთქვათ. და მე მაქვს ცნობადობა 95%, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსახლეობის 95% ჩემს ბრენდს იცნობს. შეიძლება ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ძალიან მიხაროდეს, თუმცა ბენჩმარკინგის გამოყენების დროს, ანუ ბაზარს რო შევხედა, ჩემს კონკურენტებს იცნობენ 99%. შესაბამისად, გასაგებია, რომ ესე იგი მე უფრო დაბალი მაქვს მაჩვენებელი და რაღაცა მაქვს აზროვნავი და გასაუმჯობესებელი. მარტო მხოლოდ საკუთარ ციფრის შეხედვას ხშირ შემთხვევაში აზრი არ აქვს. უნდა შევადაროთ ინდუსტრიას, უნდა შევადაროთ მსოფლიო იმას მაჩვენებლებს და ასე შემდეგ გააჩნია, ხო?
რა ამბიციები გვაქვს და როგორ გვინდა წინ წასვლა და განვითარება, მაგრამ აუცილებლად მხოლოდ ერთი ციფრის ყურებას მოკლედ ძალიან ხშირ შემთხვევაში აზრი არ აქვს. და ამიტომ ბენჩმარკინგი ძალიან მნიშვნელოვანია. People ანალიტიკა არის სამუშაო ძალის დაგეგმარება, ბის ანალიტიკა და ეფექტურობის საზომები, ხო? ახლა ვახსენე კიდევაც, რომ შეიძლება მომავალ წელს რაღაც გეგმები გქონდეს, ფილიალები უნდა გავხსნათ და ასე შემდეგ. ამ კუთხით, როგორ უნდა დავაგეგმაროთ ერთ ფილიალს, რამდენი თანამშრომელი ჭირდება, საშუალოდ რა ანაზღაურება უნდა იყოს და ასე შემდეგ. ანუ ეს ნაწილი გადის people ანალიტიკაში. ეს ყველაფერი რაც მოვყევი, როგორც ხედავთ, ეს სამივე პუნქტი ეხება მონაცემს, ეხება ამ მონაცემის სწორად გამოყენებას და ძალიან გვეხმარება იმაში, რომ უფრო ეფექტური გახდეს პროცესი და ეფექტიანი, ხო? პრინციპში ყველა სფეროს შევეხეთ HR-ის, ყველაფერი და გავიარეთ. თუ გაქვთ კითხვები, შეგვიძლია გავიაროთ ახლა, დავყაროთ და შემდეგ ორი სიტყვით მოვყვებით თვითონ ამ კურსზე, რომელიც პრინციპში ამ ყველა საკითხს ფარავს, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. იცით რა მაინტერესებს, HR-ის როლი, როდესაც მივდივარ ვაკანსიაზე კონკრეტულზე და ორი მაგალითად ერთი და იგივე კვალიფიკაციის ადამიანი მიიღეთ, როგორც HR-მა. რა კრიტერიუმებით აფასებთ? რას უფრო მეტად აქცევთ ყურადღებას, გარდა იმისა, რომ რაღაც CV თქვენთვის მისაღებია და კვალიფიკაცია. კიდევ რა პრინციპით აფასებთ, როგორც HR-ი? პიროვნული თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია, ლელა. და ზუსტად ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ახსენეთ, ხო, ძალიან ხშირად, როგორც გითხარით, მე შერჩევაში მაქვს დიდი გამოცდილება და ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მიმართულება არის შერჩევა, ანუ კომპანიებს ვეხმარებით თანამშრომლების შერჩევაში და ძალიან ხშირად უკავშირი კლიენტებისგან გვაქვს ის, რომ რაღაც ტიპაჟურად, თქვა ჩვენს გარემოში ვერ ვხედავთ ამ ადამიანს, ანუ შეიძლება იყოს ორი ადამიანი, რომელსაც ვთქვათ იგივე რაოდენობის წლების გამოცდილება აქვს, ვთქვათ რაღაც კომპეტენცია მეტნაკლებად ერთნაირია, მაგრამ შემდეგ უკვე მოდის ეს სუფთა პიროვნული ნაწილი, რომელიც და ემოციური ინტელექტი თქვენც ახსენეთ, ანუ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს EQ ზოგადად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე IQ. იმიტომ რომ რაღაც უნარები შეგვიძლია რომ ვისწავლოთ, მაგრამ დამოკიდებულებების შეცვლა და სწავლა ძალიან რთულია, ხო? ამიტომ ეს ღირებულებითი ნაწილი, რომელიც დასაწყისშიც ვთქვით, მისია ხედვა და ღირებულებები, ხო? ღირებულებითი ნაწილი, რომელიც კომპანიას აქვს და რომელიც კომპანიის კულტურას ქმნის, უნდა თანხმედრაში იყოს იმ კანდიდატის ღირებულებებთან. და თუ ორი განსხვავებული ადამიანია და ერთი უფრო ახლოს დგას მათ ღირებულებებთან, ვიდრე მეორე, რა თქმა უნდა, არჩევენ იმას, რომელიც უფრო ახლოს დგას ხედვით ნაწილში და აუცილებლად მსგავს კითხვები დასმულია გასაუბრებების დროს, რომ გამოჩნდეს როგორია ამ ადამიანის დამოკიდებულება. ხშირ შემთხვევაში, მოკლედ ეს არის გადამწყვეტი. მადლობა. არაფრის. კიდევ ხომ არ გაქვთ რამე კითხვა? ან შთაბეჭდილება გაგვიზიარეთ, როგორ მოგეწონათ? რამდენად მოელოდით, რომ ესეთი რთული პროფესია იყო? მოკლედ ძალიან საინტერესოა HR-ის. ბოლო პერიოდში ძალიან დამაინტერესა და მრავალის მომცველიც. ნამდვილად ძალიან მრავალის მომცველია გეთანხმებით. ფაქტობრივად ამ ყველა პროფესიასთან, იმ სამსახურის ჭრილში ეცნობით და ერკვევით ამ პროფესიის შინაარსშიც, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან რთული იქნება იგივე შეფასების სისტემების დანერგვა, თუ არ წარმოგიდგენიათ, ან თუნდაც სამუშაო აღწერილობის შექმნა, თუ არ გაერკვიეთ ზუსტად რას აკეთებს ამ პოზიციის ადამიანი და ძალიან საინტერესოა. ცოტა ფინანსები, ცოტა IT, ცოტა გაყიდვები, ყველაფერი შედის. მეგობრებო, მაშინ ვისაუბრებთ
ძალიან მოკლედ ჩვენს კურსზე, სავარაუდოდ ისედაც გაეცანით, თუმცა გაგიზიარებთ მაინც, უახლოეს მომავალში ვიწყებთ სწავლას, როგორც აღვნიშნეთ ჩვენ ამ კურსის ძალიან დიდი უპირატესობა არის ის, რომ პარალელურად თქვენ გადიხართ პრაქტიკას რეკრუტინგის ნაწილში, რომელიც ყველაზე ხშირად დამწყებები ამ ნაწილში არიან ხოლმე აქტიურად ჩართულები და რაც მთავარი ამ ყოველთვის ფერს დაიცავთ სრულ ციკლში, ან თავისი გარჩევიდან თუ ვისეძებთ, სად ეძებთ, რა უნარჩვევების ესეძებთ, გასაუბრება თვითონ, უშუალოდ გასაუბრებებსაც ჩაატარებთ, უკავშირს დაუბრუნებთ ამ ადამიანებს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი აქ არის ის, რომ თქვენ იმუშავებთ ბაზაში, ანუ Excel-ის ბაზა გექნებათ და აი Excel-შიც გამოიმუშავებთ უნარჩვევებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ზუსტად რაღაცების ავტომატიზაციისთვის, დროის დასაზოგად და პროფესიონალური მიდგომისთვის ამ საქმესთან. ამიტომ ვისაც Excel-თან არ ქონიათ აქამდე შეხება, ორ დღეს დაიჭერთ ხელში, იმიტომ რომ Excel-ი შემოგესწავლება უბრალოდ სხვა გზა არ იქნება პრაქტიკის გავლის დროს. ლიკა, შენი საუბრე მენტორებზე და მერე კითხვა რაც იქნება კიდევ კი ბატონო, ну, ჩემზე პრინციპში ორი სიტყვით მე მოგიყევით და აღარ გამეორდები. ეთუნა ჟვანია არის ჩვენი ლექტორი, რომელიც შეფასების სისტემებს, სამოტივაციო სქემებს და ამ მიმართულებაზე არის ასე ვთქვათ პასუხისმგებელი და გასწავლით. ეთუნას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება HR-ში და ამ კონკრეტულად შეფასებები bis მიმართულებით TBC-ში, როდესაც მუშაობდა ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიასთან ერთად ნერგავდა მოკლედ TBC-ში შეფასების სისტემებს, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით, რომელიც საქართველოში ალბათ რა ვიცი 1-2 ადამიანს თუ აქვს, იმიტომ რომ ასეთ ამ დონის საერთაშორისო კომპანიასთან მუშაობის ფუფუნება სამწუხაროდ ბევრ კომპანიაში არ არის, ხო, ესეთი შეიძლება იყოს საქართველოს ბანკი, TBC, რაც ძალიან დიდი კომპანიები. დღევანდელ დღეს ეთუნა არის არქის HR დირექტორი და სხვადასხვა მიმართულებებით, ანუ სხვადასხვა ინდუსტრიებში აქვს გამოცდილება. საოცარი ლექტორია, ყველა სტუდენტი გიждდება მასზე. სოფო კაჭარავა არის Smart Support-ის განვითარების მიმართულების ლიდი და Smart აკადემიაში ასევე კურირებს ესე იგი კარიერული განვითარების პროგრამას. სოფოს 6 წელია უკვე მე მგონი 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ძირითადად შერჩევის მიმართულებაში, იმიტომ რომ სულ აუთსორსის მსგავს კომპანიაშია ნამუშევარ ძირითადად და მე და სოფო ვართ ამ კურსში მენტორები რეკრუტინგის მიმართულებით, ხო? ანუ წეღარაც მოვყევით, რომ პრაქტიკა რო კეთდება, მოკლედ ამ პრაქტიკის აღსრულების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია მენტორების ჩართულობა, იმიტომ რომ მათ უნდა გასწავლონ რა და როგორ გაკეთდეს და მე და სოფო ვართ ეს წამყვანი მენტორები, თუმცა თეორიულ ნაწილსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაზიარებთ. ძირითადად მე უფრო სტრატეგიულ ნაწილებში, სოფო შერჩევის ნაწილში თეორიას. და ლელა კეკუა, ეს არის IBA, IT Georgia-ში მუშაობს დღევანდელ დღეს ლელა. ეს არის IBM-ის შვილობილი კომპანია იყო, უფრო სწორედ IBM-ის IBA ქვია ეხლა და ტექ კომპანია არის საერთაშორისო. ლელა არის ადმინისტრების მიმართულებით, კითხულობს ლექციებს, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მასაც HR-ში. Inix-ის HR head-ი იყო, 12000 ადამიანის მართვა ევალებოდა, ასე ვთქვათ, და ადმინისტრების მოწესრიგება ამ მიმართულებით და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ კუთხით და ასევე გავლილი აქვს, აი მე მაკოთ ამავიწყდა მეშველე ის რა ქვია უსაფრთხოების ტერმინი რო გიტრიალებს ენაზე, უსაფრთხოების კურსი, მოკლედ. კი ბატონო, კითხვებია, მაკო მე ვერ ვკითხულობ, ყველაფერს ერთად ვერ ვასწრებ, თან აქეთ ვიყურებ. მადლობა
წერენ ძირითადად და ერთი შეკითხვა იყო მამრობითი სქესის HR-ები რატომ არ გყავს ან თუ გყავს ესეთი იშვიათი რატომ არისო ჩვენთან ისე დაგვემთხვა რომ თითოეულ ჯგუფში ერთი ბიჭი მაინც არის ხოლმე კი ნამდვილად ეხლა მიმდინარეშიც არის არ ვიცი გიორგი ვერ გეტყვით რატომ არის ცოტა მაგრამ ნამდვილად ცოტაა რაოდენობა ძირითადად მე მაინც მგონია რომ ეს იმით არის გამოწვეული რომ ადრე უფრო რაღაცნაირად სტერეოტიპი იყო რომ აი უფრო მზრუნველები რაღაცა ცოტა რაღაცნაირად ხალხურ პროფესიად იყო აღქმული და აი ანალიტიკის ნაწილი სტრატეგიული გადაწყვეტილებები და ესეთი რაღაცები საერთოდ არ იყო მაშინ და ეთყობა მამაკაცებისთვის არ ვიცი არ იყო მიმზიდველი თუ როგორ არ ვიცი რით იყო გამოწვეული მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ არ არიან, უბრალოდ ცოტა არის ძალიან მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ასე რომ შეგიძლიათ დააბალანსოთ და თქვენ შეემატოთ მამაკაცი HR-ების რიგებს. კიდევ იყო შეკითხვა, ესე იგი, ხო, ჩანაწერს გაგიზიარებთ აუცილებლად. და ერთი კითხვა, რომელიც ყოველმა HR-მა უნდა დაუსვას კანდიდატს გასაუბრებაზე, არის რომელიც დაუსვას? მე ძალიან ბევრი კითხვაა, მარტო ერთი კითხვით სად არის აბა ეგრე, მაგრამ რატომ უნდა აგარჩიოთ თქვენ ამ პოზიციისთვის, მაინც და მაინც თქვენ? რატომ უნდა აგარჩიოთ თქვენ? არა, იცი რა, ხშირ შემთხვევაში და პირველს უსვავენ და ეგ არის ხოლმე ხშირად გადამწყვეტი, რატომ სურთ დასაქმება ამ კომპანიაში? ანუ რატომ მოვიდნენ ამ შეხვედრაზე? და ხშირად პასუხი არ აქვთ კანდიდატებს სამწუხაროდ და ეგ ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ზუსტად იმ ღირებულებით ნაწილზე, რომელიც ამას წინათ გამიხილეთ. ეგ მე მგონი გავითვალისწინეთ, ვისაუბრეთ უკვე რა სიტუაციებს ადამიანი. ესე იგი შეკითხვა არის HR-ი უნდა ზრუნავდეს თანამშრომლების დაწყვეტილებაზეო? რაზე დაწყვეტილებაზე? კი. არა. იმდენი უნარები უნდა კონდეს თურმე HR-ს რომ არ ვიცი მაშინ სხვა თანამდებობას ხო? დაწყვეტილებას. სხვა თანამდებობას რა უნდა კონდეს უკვე ვერ წარმომიდგენია და ამიტომ ვიხუმრე. კი ბატონო. კურსის ტექნიკურ დეტალებსაც მოვყვები, ვისაც გაინტერესებთ და თუ ფიქრობთ გავლას კურსის, მნიშვნელოვანია რომ ეს ნაწილი იცოდეთ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთია ინტენსიური კურსია და მნიშვნელოვანია რომ თუ გადაწყვეტთ, გქონდეთ დრო გამოყოფილი მისთვის. 3 თვე ნახევარი მიმდინარეობს და როგორც უკვე არაერთხელ გავუსვით ხაზი, განსხვავდება იმით, რომ პრაქტიკაზე არის დიდი აქცენტი გაკეთებული. თეორია 54 საათია, თუმცა პრაქტიკა 70 საათიც არის და მეტიც გამოდის ხანდახან. ეს უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. და პრაქტიკა იმას გულისხმობს, რომ კვირის განმავლობაში გაძლევთ რაღაც გარკვეულ დავალებებს, რომელიც თქვენ დამოუკიდებლად უნდა შეასრულოთ სახლში, თუ სამსახურში არ აქვს მაგას მნიშვნელობა სად შეასრულებთ და შემდეგ კვირაში ჩვენ გვაქვს შეხვედრები მენტორებთან, რომლებიც ამოწმებენ ამ დავალებას, მიმართულებას გაძლევენ თუ თქვათ რაღაცა იყო არასწორად და ამის მიხედვით ხდება შეფასება. ძალიან გამჭვირვალეა შეფასების სისტემა. არ უნდა გაგიკვირდეთ, რა ვიცი, ნახევარი შეხვედრა მაგაზე ვისაუბრე, რომ უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და გასაგები ყველასთვის, რა თქმა უნდა, ჩვენც ასე გვაქვს, აწყობილი და მოკლედ დრო უნდა გქონდეთ იმისათვის, რომ დრო დაუთმოთ პრაქტიკას. კვირაში დაახლოებით 5 საათი უნდა გამოყოთ დრო, როგორ გადაანაწილებთ თქვენზეა. სრულად ონლაინ არ არის კურსი, არის ჰიბრიდულად, ანუ ნაწილი შეხვედრებია Smart Academy-ის ოფისში და ნაწილი ონლაინ, თუმცა გვყავს ბათუმიდან, თელავიდან ხალხი, რომლებიც ძირითადად ონლაინ ესწრებიან, იმიტომ რომ ფიზიკურად შეიძლება ვერ ჩამოდიოდნენ ხოლმე.
შეფასება არის საბოლოო ჯამში 100 ქულიანი, 35 ქულა თეორია, 35 პრაქტიკა და 30 ქულა არის ფინალური ნაშრომი. სერტიფიკატების ნაწილს შენ თქვი, მაგრამ თუ 70 ქულა არის საჭირო იმისთვის, რომ სერტიფიკატი მიიღოთ, 90-ზე მეტ ქულას თუ დააგროვებთ, დამატებით მიიღებთ ლექტორის რეკომენდაციას. ხო, ეს გასახლებელი არის იდეაში მეტი სტუდენტი და საქმდა, თუმცა საილუსტრაციოდ მაინც საკმარისი იქნება, რომ წარმოდგენა შეიქმნას. სხვადასხვა ტიპის კომპანიაში დასაქმდნენ ეს ადამიანები, მათ შორის ზოგიერთი იყო იურისტი, ზოგიერთი HR-ში მუშაობდა და ვთქვათ დაწინაურდა, შეიცვალა მიმართულება უბრალოდ კომპანია და ასე შემდეგ ზოგიერთი რეკრუტინგის ნაწილში დაიწყო სტაჟირება, აქ ნახავთ სტუდენტების თავეჭრნებებსაც, შეიძლება ნანახიც გქონდეთ, ვაქვეყნებთ ხოლმე მათი ვენებართვით, რა თქმა უნდა და როგორც შევნიშნე, ტატა არის შემოსული და თუ სურვილი აქვს გაგვიზიაროს ყველაზე მეტად კი, რო გავიგე, რომ დღეს პირველი ლექცია იყო, ძალიან მინდოდა, რომ ისე ძალიან და მაკო, ძალიან გამიხარდა ახლა თქვენი დანახვა. გასაგებია, რომ ჩემი კურსი ისე ხელმეორედ იწყება და რაღაც ეგეთი სხვათა შორის მეგობრებო, თან შენ უკვე მუშაობდი ხომ ამ მიმართულებით, მაინც დაგაინტერესა პროგრამამ და აქტიურად იყავი ჩართული. მინდა ვისაუბრო, მეგობრებო, აი წინ მართლა თავგადასავალი გელით, მართლა არ ველოდი, რომ ასეთ გეუბნები, მართლა აი გულწრფელად გეუბნებით, რომ ეხლა რომ კურსი დამსრულდა, არ ვიცი, მინდა რომ კიდევ გავაგრძელო, კიდევ და ლიკას ვეხვეწები, რომ კიდე რაღაცა მასქენი, რაღაცა შემატე, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. ზოგადი მენეჯმენტის კურსზე წამოდი ახლა. ეს ძალიან კარგი კურსი. მოტივაცია მომცა, მაკო და ვამუშავებ ახლა. ოკეი. კი, შენ პირდა ლიკა, რომ დაახლოებით ძალიან მალე ახალ კურსს დაიწყებს და მე პირველი ვარ, ვინც ვერთდები. მინდა ჩემი გამოცდილება გაუზიარო ნამდვილად, აი თუ დღეს რამეს ესე ეჭვის თვალით უყურეთ, ან ფიქრობთ, რომ რაღაც ასე ვიყავი. მეც სხვათა შორის დღეს სოციალებს რომ გადახედოთ, ძალიან ბევრი კურსი არის ამ მიმართულებით, მაგრამ ეს გავაკეთე, ეს არის ერთ-ერთი კი არა, ნუ არ ვიცი, ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ Smart აკადემია ვირჩიე, რადგან როგორ გითხრათ, რომ დავიწყე, მქონდა გამოცდილება მიმართულებით, უფრო პრაქტიკული დავიწყე HR რეკრუტინგით და ეგრევე პარალელურად რამდენიმე ლექციაში უკვე მეორე კურსიც ავიღე სტრატეგიული. იმდენად ძალიან ცოტა დრო მქონდა, მაგრამ იმდენად კარგი, როგორ გითხრათ, იცით, იმდენად მოტივირებული ხდები, იმდენ რაღაც ახალს იგებ, იმდენი რაღაცის გაკეთება გინდა, უცებ ხდები ორგანიზაციაში ის რაღაცებს იჭერ, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდი. უკვე ინიციატორი ხდები რაღაც პროექტების და უკვე გინდა რომ დაიწყო მართლა და უკვე ძალები გაქვს, ცოდნა გაქვს და ძალიან მალე იძენთ ამ ცოდნას, იმიტომ პირველ რიგში ამ კურსის ხიბლი ის არის, როგორც კი გადიხართ თეორიას, ეგრევე გადიხართ პრაქტიკას. ფაქტიურად თეორია და პრაქტიკა გაუმიჯნავი არის ამ კურსს, ეს მომწონს. ლიკა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. არც ერთი თეორიული კურსი თითქმის პრაქტიკის გარეშე არ ყოფილა, ერთმანეთს ვუზიარებთ პრაქტიკას, ვმუშაობთ ამას ნებისმიერი საკითხი დღეს. არ ვმუშაობ მე ახლა ამჟამად დიდ კომპანიაში, მაგრამ იმდენად თავდაჯერებული ვარ, რომ ხვალ მე რომ დიდ კომპანიაში მაქვს უკვე ეს ამბიცია, რომ გადავიდე დიდ კომპანიაში, რომ ეს ამხელა ცოდნა სადღაც ხომ უნდა წავიღო და დავიწყო ამისი დანერგვა, ამისი გამოყენება და ну როგორც ახლა ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარე, უარყოფითი მხარე ის არის, რომ თავდება მე რეგინდათ კიდევ და კიდევ უფრო და მეტი იმას ქნათ, რა ქვია, შეიძინოთ უფრო მეტი წინ წახვიდეთ. აი ეს არის გეუბნებით ცოტა მომაკლდით ძალიან ამ მიმართულებით, რომ მე კიდე ძალიან გამიხარდა, რომ და მე დავინახე ღამდე ხალხში. Კატა, Excel-ზეც გითხარი, Excel-ის თემაზე. Excel-ი, ხომ, Excel-ის თემა გირჩევდით, რომ ახლავე დაიწყოთ ზოგადად მუშაობა, იმიტომ რომ თვითონ სამსახურში ძალიან მჭირდება Excel-ი.
ახლა ჩემს სამსახურსაც არ აქვს soft-ი დანერგილი, რომელიც არ არის ფუფუნებაა ცოტა ასე რომ თქვა ძლიერი კომპანიებში არის დანერგილი და ძირითადად ახლა Excel ფორმატში ვმუშაობ და აუცილებლად შორის სანამ დავიწყებდი HR-ის რეკრუტინგის და წავიკითხე მე რომ Excel-ი იყო აუცილებელი და ვიცოდი. მე Smart აკადემიაში იქამდე კიდევ Excel-ის კურსიც გავიარე, რომ ცოტა რაღაცით გამეძლიერებინა ეს უნარები, მაგრამ უფრო კარგად გავაძლიერე ამ კურსზე სხვათა შორის, იმიტომ რომ ორივე მიმართულება მენეჯმენტი და სტრატეგიული ორივე ფაქტორად Drive-ზე Excel-ში ვმუშაობდით და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ მიმართულებით. ამიტომ თუ მეგობრებო, თუ ნამდვილად ეს მე სიმართლე გითხრათ მიზანი გამიჩნდა, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელო ჩემი კარიერა, რომ მომეცა, მიზანი მომეცა და ეხლა ვიცი რომ ნამდვილად მე ეხლა სწორი არჩევანი გავაკეთე რა. ეს არ არის რეკლამა, მართლა გეუბნებით ეს არ არის რეკლამა, ეს არ არის რაღაც ისეთის, მაგრამ სულ მადლიერება მინდა გამოვიდა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მაგერ. ძალიან მადლობა ესეთი შთაგონებულები. თვითონ პროფესია გვაძლევს მაგის საშუალებას და აი მართლა რომ დაამუღამებ რა მაგარი და რა გავლენიანი პროფესია არის, რამდენი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია ორგანიზაციის წარმატებას. ჩემი უფროსი მეუბნება ამას წინათ მე რა გასწავლეს ამ კურსეო, რომ ესეთი რა გასწავლესო. უცებ დაინახა ეს რაღაც ცვლილებები და ხელფასიც კი ეგრევე მომიმატა, ეგრევე მომიმატა. არიქა ეხლა ხვალე ამან არ გადაწყვეტოს და არ წავიდესო. კი, ნამდვილად. ეკა ისები სხვა აი შენი კურსელებში თანაც ხო იყო რომ მოვმატეს. კი, იყო, კი, ნამდვილად იყო და რაღაც ამით ვიხეირეთ ნამდვილად. კურსზე გადახდილი თანხა ამოიღეთ, ხო? შორის ხშირად კომპანიები აფინანსებენ ხოლმე, მოქმედი HR-ებს უშვებენ ხოლმე ჩვენს კურსზე. აი, ხშირად ნახევარზე მეტი არის ხოლმე მოქმედი HR-ი მეგობრებო, ან ოფის მენეჯერი, ან იუდისტი, ან ოპერაციების მენეჯერი და ასე შემდეგ. ძალიან კარგია. სხვათა შორის ცოტათი მცირედი პრაქტიკაც რომ მქონდეთ, უკვე უცებ უღებთ ალღოს და კიდევ ის არის, რომ ძალიან დისციპლინირებული გავხდი ამ პერიოდში, რომ ამდენი საშინაო დავალებები მქონდა, სულ მუშაობდი ამ საშინაო ორი პარალელურად ხო, ძალიან რთული იქნებოდა კი. კი, მაგრამ იცით რა, რასაც კურსზე გავდიოდი, რასაც დავალებებში მაძლევს, პარალელურად ამას სამსახურს ვარგებდი. ეს იყო, ეს სამსახურშიც იგივეს ვაკეთებდი პროცესებს და ამან ძალიან ხელი შემიწყო და თქვენგანაც მქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომ არ არსებობდა შეიძლება სხვა თემაზე გვესაუბრა, მაგრამ თუ რაღაცა პრობლემით მოვდიოდი, ყველა, რა ვიცი, მხარს მიჭერდი. კი, მეხმარებდი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა, მოკლედ მე ასეთ უკავშირი მივიღეთ მოკლედ სრულფასოვანი. კი, ეს ნამდვილად გულწრფელი იყო და ლიკა გელოდებით ახლა. HR ანალიტიკას და ადმინისტრებას ვამუშავებ და როგორც კი იქნება შეგატყობინებ და რა თქმა უნდა მეგობრული იმით რა ქვი ტარიფები ესეთი ერთგულობისთვის. სტატასთან ხომ არ გაქვთ შეკითხვა? დამსწრებს სტატასთან ხომ არ გაქვთ? რამე გაქვთ შეკითხვები, ნამდვილად გულწრფელად გიპასუხებთ. კეთილი სხვა თემა. გამარჯობა. ერთი შეკითხვა მაქვს, მხოლოდ აი კვირაში მაგალითად შეხვედრები როგორ არის დროის ფაქტორი რომ გავითვალისწინოთ. 5 ჯერ ტარდება შეხვედრა, მენტორთან რამდენი ხანი გრძელდება თითო შეხვედრა? ხატია დამიჯერეთ ერთ რამეს ვეტყვით სანამ ლიკა გაგცემთ პასუხს. აი ხო ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, მაგრამ აი ღამე ვდგებოდი ხოლმე და ვაკეთებდი ხოლმე იმდენად ისეთი ის არის, რა ყოველთვის გამონახავ დროს რომ შეასრულოს საშინაო დავალება. მაგაში გეთანხმებით, უბრალოდ მე ძალიან ბევრი საშინაო დავალება მაქვს ამ ეტაპზე. პაგაზებში ვარ 6 საათი. ხატია ნახეთ როგორ არის ლექციები არის ხოლმე კვირაში 2 დღე და ეს როგორ გვაქვს
მე მგონი სამშაბათი, ხუთშაბათი გვაქვს. სამშაბათი, ხუთშაბათს 8-დან 10-მდე კი. საღამოს 8-დან 10-მდე არის ლექციები და რაც შეეხება მენტორებთან მუშაობას, ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, რომ ყველანი მუშაობთ, უმეტესად მუშაობენ და ამიტომ ვაკეთებთ კვირაში ერთხელ შეხვედრას, დავალებას რომ მოგცემთ, მერე ვაკეთებთ მეორე ან მესამე დღეს ერთიან შეხვედრას, რომ იქ გავიაროთ დეტალურად რა შეცდომები და პრობლემებია. მერე უკვე თუ კითხვები არის, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად წერთ, მაგრამ იმ შეხვედრას სადღაც რა ვიცი 1-2 საათი უნდა, ალბათ მაქსიმუმ საათიდან 2 საათამდე და შემდეგ უკვე თქვენ თვითონ აკეთებთ დავალებებს, მერე უკვე მოწმდება ეს დავალება და უკავშირს გაძლევთ. აჰა, კი ბატონო, გასაგებია. მადლობა. ანუ შეხვედრებისთვის და ვცდილობთ, რომ ეს შეხვედრები რაღაც ისეთ დროს იყოს, რომ მოახერხოთ რა, მოკლედ სამსახურიდან ჩართვა ან დღის ბოლოსკენ რა, ძირითადად 6-7-ისკენ ვაკეთებთ ხოლმე ამ უკავშირის შეხვედრებს. ხო, ჯგუფში 10-12-ზე მეტი არა. 12-ზე მეტი იშვიათად, ну, ცოტა უფრო რთულია, ну, 14 იმის იქით. მერე უკვე ისეთია. ცოტა დატვირთული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბოდიში ჩაგეჭერეთ საუბარში. მართლა ძალიან საინტერესო იყო, ნაყოფიერი და ყველანაირად ვეცდები. პირობას ვერ დავდებ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია თქვენს კურსებს თვალს ვადებ და მინდა ძალიან რაღაცა ისე გამოვნახოთ დროც და რესურსიც, რომ რაღაცნაირად ერთი დავიწყო და ზუსტად ვიცი, ქალბატონი ტატა ამბობდა, რომ დავიწყე, ვეღარ ვჩერდებია და დაახლოებით იგივე რაღაც მახასიათებს ვეთქვი. ამიტომ იმედია მალე შემოგიერთდებით და კურსი როდიდან იწყება? კურსი იწყება მომდევნო კვირაში წესით და რიგით. მაქსიმუმ შეიცვალოს ერთი შეხვედრით იქით დაიწყოს, იმიტომ რომ ველოდებით სტუდენტებსაც, ვინც უკვე დარეგისტრირებული არის, ყველა არ არის ჯერ ჩარიცხული და ველოდებით ამ ნაწილს. მაგრამ ამ საკითხსაც შევეხები, თქვენ გადახდა შეგიძლიათ რამდენიმე ვარიანტით. არის როგორც სტანდარტული განმარტებები 3 თვიდან 3 წლამდე ვადით, ასევე არის განაწილებები სულად უპროცენტო 4 თვიანი TBC განაწილება მოგეხსენებათ, ასევე საქართველოს ბანკის ნაწილ გადახდა, ასევე არის Top Card-ით, Liberty Top Card-ით უფლობთ 6 თვიანი სულად უპროცენტო განმარტება, კრედოს შემთხვევაშიც და Silk-ის შემთხვევაშიც 4 თვიანი სულად უპროცენტო და სტანდარტული განმარტებებიც ვახსენეთ. თუ ერთგული ქულები გაქვთ დაკრაებული, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ. საიტიდან მოხდება ონლაინ, ძალიან მარტივი არის, შეგიძლიათ პირობითაც სადოთ ჯერ TBC განაწილება, თუ არ დაგიკითხებთ, შემდეგ კრედოში ავსოთ და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ყველა სტუდენტი დაახლოებით ასე რომელიმე განაწილების ფუნქციონალს იყენებს ხოლმე. შეგიძლიათ მოკლედ გამოიყენოთ ეს დრო, თან ხანგრძლივი კურსი არის ზაფხულისთვის, თქვენ უკვე დასრულებული გექნებათ ეს კურსი, მზად იქნებით. კარიერის პროგრამის მეშვეობითაც ჩვენ მუდმივად გვეცოდინება, თქვათ, რა ტიპის სამსახურს ეძებთ, რა პირობებით და ასე შემდეგ და ჩვენი პარტნიორებიდან და ზოგადად ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შევეცდებით, რომ მალევე დაიწყოთ ოფიციალური ანაზღაურებადი სტაჟირება ან დასაქმნეთ ჯუნიორ პოზიციაზე. და მასე შემდეგ მიიღოთ გამოცდილება. შეიძლება Smart აკადემიაშივე დასაქმდეთ, ესეც არ არის გამორიცხული, ჩვენ ხშირად აკვავს ხოლმე ჩვენივე სტუდენტები, რა თქმა უნდა, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში უპირატესობას ვანიჭებთ ხოლმე ჩვენ სტუდენტებს და კურსის ღირებულება არის 2600 ლარი და მოიცავს როგორც აი ამ სალექციო ნაწილს 3 თვენახევრის განმავლობაში, ასევე 63 საათს პრაქტიკის სესიებს. ანუ ჯამურად არის 54 სალექციო და 63 პრაქტიკის საათი. ლინკსაც გავაზიარებ მე. ასეთი კურსი გავიმეორებთ, რომ არ არის საქართველოს ბაზარზე, უმეტესად არის ჩვეულებრივი შეხვედრები, სალექციო, თუმცა რეკრუტინგის პრაქტიკის ნაწილში აი ამ ხელა გამოცდილება, რასაც თქვენ კანდიდატების მოძიების, შემდეგ მათთან გასაუბრების, მოლაპარაკების და აი ამ ნაწილში იღებთ თან მენტორისგან გაქვთ მუდმივი უკავშირი, სწავლობთ ბაზაზე მუშაობას, თანაც თქვენი შეფასების კრიტერიუმებიც თითოეულ დავალების ფარგლებში არის მოცემული ინსტრუქცია
მანდაც ნული ბუნდოვანება არის რეალურად როგორ ფასდებით. ზუსტად იცით, რომ პუნქტუაციის ნაწილშიც კი პირობითად შეიძლება 0.5 დაგაკლდეთ. ამიტომ აი ამ ნაწილსაც ყურადღები ანობასაც ავარჯიშებთ, იმიტომ რომ ინსტრუქციაში ყველაფერი წერია. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ სხვათა შორის ყურადღებიანობა. თქვენ ამ პროფესიაში არის უმნიშვნელოვანესი, რომ კარგად წერდეთ, კარგად წაიკითხოთ, ზუსტად აღვიქვათ, გადაიკითხოთ ხელმეორედ. 5 რაღაც არის მოცემული დავალებაში, 5-ვე შეასრულოთ და არა ვთქვათ მეორე დღეს ვთქვათ, რომ ოი, ეს გამომჩა მეგონა. ანუ მოკლედ აი ეს დეტალებზე ორიენტირებულობა და სხვა რაღაც ძალიან დაფასებული არის ამ პროფესიაში და აქცევენ ხოლმე ყურადღებას. მათ შორის აი როდესაც ვთქვათ დავალება შეიძლება მოგცეთ გასაუბრებაზე რეკრუტერმა, იქაც კი ან თქვენ CV-ში CV როგორ გაქვთ აწყობილი, რამდენად ესე დეტალურად ზუსტად გაქვთ გაკეთებული, სხვათა შორის შეხვედრაზე ვაქცევთ ყურადღებას, ვაგზავნებთ ხოლმე სტუდენტებს, რადგან ჩვენი სტუდენტები ხშირად კურსის მსვლელობისასვე მაინც გზავნიან ხოლმე ვაკანსიებს, არ არის აუცილებელია დაელოდოთ კურსის დასრულებას, რაც და ყოფილა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მსვლელობისასვე გავულიათ გასაუბრებები და დასაქმებულან, მაგალითად ქეთი ბოლქვაძე იყო ესეთი შემთხვევა და ზუსტად სხვათა შორის აღნიშნა, რომ ისეთი შეკითხვები გაჟღერდა, რაც მანამ და ზუსტად რეკრუტინგის შეხვედრებზე იყო გაჟღერებული ჩვენს ლექციებზე და მერე გასაუბრებაზე ძალიან დაეხმარა, რომ ნაფიქრი და მომზადებული იყო ამ მიმართულებით. კარგი ბავშვი იყო ზოგადად და მაგიტომაც ეგეც რა თქმა უნდა დავუსწავლე. პროფესიით კლინიკური ფსიქოლოგი იყო და ეგეც დაეხმარა, თუმცა ცალსახად აღნიშნა, რომ ლექციაზე უკვე ზუსტად წინა შეხვედრაზე მოსმენილი თემა ძალიან გამოადგა. ხო რაიმე ხომ გასაუბრების სიმულაციები ვახსენე, გარდა იმისა, რომ თქვენ ზოგადად რეკრუტინგის პრაქტიკის ფარგლებში ატარებთ, თვითონ კარიერის პროგრამა, რასაც მოიცავს ჩვენი მთლიანი სერვისი, ამ ნაწილშიც თქვენ უწყვეტად შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენგან ეს სერვისი, გასაუბრების სიმულაცია მოიცავს თქვენს შეხვედრას, წინასწარ ნიშნავთ შეხვედრას კარიერის მენეჯერთან, რომელიც დეტალურ უკავშირს გაძლევთ, რა ნაწილში შეიძლება გააუმჯობესოთ თქვენი დემონსტრირება ცოდნის პერსონალურობის თუ ინდივიდუალურობის, რადგან ხშირად გასაუბრებაზე ალბათ ხართ ხოლმე გულდაწყვეტილი ვერ გაიგეთ, რატომ არ აგიყვანეს, უარის მიზეზი რა არის და ასე შემდეგ. ჩვენ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება, რომ მაქსიმალურად დეტალური უკავშირი მივაწოდოთ, რომ რეალურ გასაუბრებაზე ეს ყველაფერი გათვალისწინებული გქონდეს და მაქსიმალურად სწრაფად ჩახუროს წარმატებით ვაკანსიები. მადლობა გიორგი. იმედი მაქვს, რომ შთაგაგონეთ ამ პროფესიით და კიდე უფრო შეგიქმნით წარმოდგენა, რა მნიშვნელოვანი როლი არის ნებისმიერ კომპანიაში. ნებისმიერ კომპანიაში და სხვათა შორის აი ეს მოლაპარაკებების უნარიც და ყველაფერი იმაზეც მოქმედებს, შეიძლება დამფუძნებლებს სულ არ გქონდეთ გამოცდილება და განათლება უფრო სწორად HR მენეჯმენტის აი ამ თანამედროვე მიდგომების შესახებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ გვაქვს კარგი კომუნიკაციის უნარები, შესაძლებელი იქნება, რომ დამფუძნებლებამდე, ტოპ მენეჯმენტამდე მივიტანოთ და დავაჯეროთ, რომ ამ ყველაფრის დანერგვა ძალიან დადებითად აისახება თვითონ ბიზნესზე. ეს უკვე მერე HR ბიზნეს პარტნიორი ასეთი პოზიციაც არსებობს, როლიც არსებობს, რომელიც უკვე ბიზნესურად, კიდევ უფრო ბიზნესურად უყურებს სხვადასხვა გამოწვევას. ეხლა 5 სიტყვით შეგვიჯამეთ, თუ შეიძლება შთაბეჭდილება გაგვიზიარეთ, მიკროფონი შეგიძლიათ ჩართოთ, გაგვიხარდება თუ შეგვაქებთ და შეგვიძლია ამით დავასრულოთ დღეს. მაგორა საყვარელი ხარ. გაგვიხარდება თუ შეგვაქებთ? შეკების იქით არ შეიძლება არაფერი. შეკების იქით არ შეიძლება. ასოლა ბიზნეს ადმინისტრატორი ქიმიკოსი ვარო, მობრძანდით არ არის პრობლემა. თავარი არის სურვილი და როგორც აღნიშნე, ის უნარები, რასაც თხოვენ ნებისმიერ მენეჯერს, HR მენეჯერს. თქვენები ხოდა მე დამთავრებული და მე რა ვიცი, კი ვარ აგერ. ხო, კარგი კომპიუტერული უნარჩვევები, კარგი წერის უნარები, კარგი მოსმენის უნარები. დანარჩენი სწავლა განათლება. იცით რა, კომპიუტერული უნარჩვევებიც, ანუ ახლა საერთოდ როდესაც არ არის ბევრად უფრო რთულია, მაგრამ ყოლია ჩვენ სტუდენტები, რომლებიც მაინდა-მაინც ვერ მეგობრობდნენ, მაგრამ მოუწიათ სწავლა. ეს ძალიან ეს არის პროცესში, ჩვენს უკავშირზე დაყრდნობის მიქცევას ისწავლით თქვენ ამაზე. თუნდაც მართლა მძიმე წერტილზე და ასე შემდეგ, გარკვეულ შემთხვევაში ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად ვაკანსიის ტექსტი იქნება ეს თუ შეთავაზებას როდესაც უგზავნით კანდიდატს, ძალიან მნიშვნელოვანია გამართულად რომ გეწეროთ.
და ამაზე როდესაც თქვენ უკავშირებს მიიღებთ ჩვენი პრაქტიკების სესიების ფარგლებში, ხო? ამაზე ყურადღების გამახვილება სწავლობთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად. ამას ხომ ჩვენ ზოგადად სამსახურებში ვაკეთებთ, ხოლმე მე რომ გავიხსენო ჩემი პირველი სამსახური, ძალიან ბევრი რაღაც უკავშირზე დაყრდნობით ვისწავლე, დავაკვირდი და მე გაგვიჭდა, ხო? და ანალოგიურად ეს ძალიან დიდი უპირატესობაა, რომ თქვენ არა დასაქმების დროს, არამედ უკვე მანამდე პრაქტიკის ფარგლებში გაქვთ ეს უკავშირი. და ეს უნარი გამოგიმუშავებდებათ მანამდე. რაც ნებისმიერ დასაქმებისთვის უკვე ძალიან დიდი დროის რესურსის დაზოგვა არის, რომ ასეთ რამებზე აღარ მოუწევს ყურადღების გამახვილება. ნამდვილად ძეგლებს ველოდები, სხვათა შორის მაგა რომ დაგვიდგან ძეგლი, როცა გამოზრდილ. ხო, მართლა. ზუსტად ამაზე ეს ქონდა მიზნად, ჩვენ როდესაც ეს პროგრამა შევქმნით, რომ ის საკმარისი გამოცდილება და უნარები გქონოდათ დამწყებ HR მენეჯერებს, ჯენერალისტებს, რომლებიც ზუსტად ძალიან welcome არიან ნებისმიერ კომპანიაში, junior პოზიციაზე. ზუსტად ამიტომ ძალიან მარტივად ვისაც აქვს ხოლმე მიზნად დასაქმება, ძალიან მარტივად აღწევს ხოლმე. ვინც მოინდომა მართლა ძალიან მარტივად დასაქმდა. ამომწურავ ინფორმაცია თუ როგორ გავხდეთ საუკეთესო HR-ს, სულ რომ თქვენი კურსი გავიარეთ, ნამდვილად გაჩნდა და იმედია ბევრი გაიგლის თქვენთან სწავლა. დიდი მადლობა. კი, პარალელური ჯგუფები ყავს ხოლმე სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსი არის ზუსტად აი ამ განსხვავებულობის დამსახურებით, რომ შიგნით არის ინტეგრირებული პრაქტიკა. ზოგადად სმარტ აკადემიაში სხვა კურსებზე როგორ არის იცით, 80 საათზე მეტ-ქულოს თუ დააგროვე, პრაქტიკას გადიხარ მერე. ამ კურსში ნებისმიერს ვინც შეიძენს კურსს, პარალელურად პრაქტიკის მონაწილეც არის, ინტეგრირებული არის და ძალიან მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას იღებს. ანუ რეალურად თქვენ აი ამ დავალებებზე დაყრდნობით, როდესაც პრაქტიკას გაივლით, აი ამ кейსებზე რომ იმუშავებთ, გასაუბრებებზე ამ ყველაფერს შეგიძლიათ ისაუბროთ და მოყვეთ. შესაბამისად, აი ეს დანაკლისი არ გიქნებათ, რომ გამოცდილება არ გაქვთ და ვერ საუბრობთ. არა, აი ამ დავალებებზე და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უკვე შეგიძლიათ თქვენ წარმოდგენა შეუქმნათ, რა შეგიძლიათ. სხვათა შორის, რაც აღნიშნე თავიდან LinkedIn-ის პროფილის განახლება შეძენილი კომპეტენციების მიხედვით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რეკრუტერები ხშირად LinkedIn-ზე ეძებენ ხოლმე კანდიდატებს და იქ თუ თქვენ მონიშნავთ, რომ შეგიძლიათ ეს, აი ამ პროცესის მართვა, აი ამის დაგეგმარება, აი ამ დოკუმენტზე მუშაობა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ თქვენს უპირატესობას გაუსვამს ხაზს.